როგორ ბრძანდებით ბატონო? გადასარევად. ჩვენი ასასიამოვნოა შენი მოსვლა. ჩემსაც ძალიან საინტერესოა. ვარდის პირობებში განსაკუთრებულად კარგად. ხო, რაღაცა აქცენტები გაქვთ ამ ვარდზე. მე არ ვიცი, მაგრამ უკვე გაიმიტრო. ესე იგი გვიყურე. კი, კაცო, მე ისა ბევრს უყურე მე და ბევრს ბოლომდე სულ არა, მაგრამ ნუ ბოლომდე თითქმე ძალიან ბევრს უყურე. მე კიდე ცალკე თან მით უმეტეს ნაცნობები ვინც იყვნენ, ყველას უყურე მე, იმიტომ რომ მაინტერესებდა და ფოტოებიც ეგრე შევარჩიე რა, რაღაცნაირად თქვენი და იმათი მონაყოლიდან რეებიც გამახსენდა, მე ისინი ამოვიღე, ესე ვთქვათ რა, თორე კიდე არსებობს რავი ერთი 5-ჯერ მეტი მაღაზია მეტი ფოტო არსებობს ალბათ ამასთან დაკავშირებული. მოკლედ, სანამ გავაგრძელებთ ჩემო კარგებო, გაგაცნობთ ჩვენ მეგობრებს ბეცონ სპორტი. ჰერიო, ქართული წარმოების აუდიო სისტემა და ბილეთები G, რომლებიც მოკლედ ჩვენი ახლო მეგობრები გახდათ. ძალიან მიხარით. ასევე არის Force Food DST შოტლანდიური ვისკი, რომელიც ალკორიუმში და ვისკის სახლში იყიდება. და მე ვიტყოდი რომ სტიკერებს მიაწექით ვეიპორიაში. ვეიპორიაში და აგერ კიდე გადმოგცემ სოფიო დაფნა ჩვენი მეგობრის აფსის კომპანია North by დაფნა, ხო? და ესეთი გემრიელი ისინი დაგუბეშ და არა მაგარია მაჩვენე? ო და ჩვენ სტუმრებს ურიგებთ ხო? არა მაგარია, მადლობა. ხო და სოფია გველევა. ისე ერთი კიდე თხოვნა არის. ანუ ეს ჩემია. კი, ეგ შენია, საკუთრივ შენი არის და ორივე მხრიდან რო იყოს ხო უკეთესი ხო არ იქნებოდა ის თქო. არ ვიცი, სოფიას კითხე. პრინტი. ანუ ხმამაღლა ვკითხულობ. სოფიოს კითხე დიზაინში როგორ ჯობია. იმიტომ რომ ეს რო ტრიალებს ხანდახან შავი. ჩანს არ ჩანს, შანს. მაგრამ ეგ უფრო კაია, როცა ესე ანათებს არ ანათებს. მუშაობს არ მუშაობს. იგიც არის. ეს რაღაცა ფოტო ექსკურსი გვექნება. ხო რა. ეგრე გამოვიდა, იმიტომ რომ მუსიკალური ექსკურსი ვერ გვექნება, მე ყრუ ვარ აბსოლუტური. რაღაცნაირად ფოტო არქივს გავხსნით ჩვენსას. ვინც არ იცნობს, გურამ წიბახაშვილი არის რეალურად ჩვენი არა მარტო ჩვენი რეალობის, ზოგადად ქართული რეალობის არქივი არის ხარ ფოტო. ნუ რაღაც პერიოდის. რაღაც პერიოდი. ხო, ნუ რაღაც. და რაღაც როგორ იქნის რა პერიოდიდან ზოგადად. იცი რა არის, ეგა ძალიან რთული ამბავია, მაგრამ ფაქტია რომ 85-ში მქონდა პირველი გამოფენა და მე ეს უჩართული ვიყავ იმაზე. ანუ ოდიდან ჩართე ესე აქტიურად დაკვირვება, ხო? თუმცა უკვე ახლა გამოფენა მქონდა, ესე იგი მანამდეც რაღაც ვაკეთებდი, მაგრამ აი მგონია რომ ეს არქივი რასაც ქვია და ადამიანები რომლებიც მე თქვენაირები გახდნენ ცნობილები, ისინი რაღაცა არის 85-დან ალბათ. და დღევანდლამდე. ეგ არის საინტერესო, ანუ შენ ახლა თლიანი თბილისური თუ ქართული რეალობის არქივი გაქვს, მაგრამ უშუალოდ ამ სუბკულტურის აქით მუსიკალურ ნაწილში თუ რაღაცა ანდერგრაუნდ იმაში მართულებაში შენ თვითონ ჩატვისავდი მანდ და შენ თვითონ მაგ სუბკულტურის ნაწილი ხარ და აი ეგ როდის ჩაირთო? ეგ ხედო, ისა მაგაზე დაკვირვება. იცი რა არის, ჩემთვის თავიდან მუსიკა არ იყო, თავიდან იყო მხატვრები და მაგრამ უბრალოდ ეს ის თაობაა, რომელიც მე არ ვანსხვავებ მაგას, ხო იცი მხატვრებს და ანუ ერთი ხო და მეც არ ვანსხვავებ, ახლა მაგისგან მიმყავს ეგ ლაპარაკი რომ იდეაში ეს ის თაობაა, როცა ეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ერთ დროში მუშაობდნენ და ერთ და იგივე პრობლემები ჰქონდათ. მე მეხსოვნა რომ გაერთიანება არის ძალიან ისა მნიშვნელოვანი რა. დახმარება არის მნიშვნელოვანი და ამან ძალიან დიდი შედეგი შეგამოიყო, იმიტომ რომ ყველა გამოფენებზე მუსიკოსები მოდიოდნენ, წერლები მოდიოდნენ, ყველა რაღაცა მუსიკალურ პერფორმანსებზე მხატვრები და მწერლები მოდიოდნენ, მწერლებთან მიდიოდნენ ორივე და წერა ჯამში მე გამოდიოდა რაღაც ძალიან საინტერესო რა. და რეალურად ეგ მომწონდა. ხო გეუბნები მუსიკალურად მე არა ვარ მაინდა-მაინც მაგარი კი არა საერთოდ აზიატ არა მოგწონდა ეგ მუსიკა? მუსიკაც მომწონდა და თვითონ სიტუაცია მომწონდა და მუსიკის იცი უფრო მუსიკა კი არ მომწონდა. აი ეს დუხი რომელიც ამას ყველაფერს მოქონდა. სამხედროობა, რეალურად სამხედროობა აერთიანებდა ამ ხალხს. კი, რაზეც თქვენ სულ ლაპარაკობთ ხოლმე ამ პოსტპანკურ კულტურაზე, ეს პოსტპანკური კულტურა არის ამბოხი რაღაცნაირად და ეს ამბოხი იყო მნიშვნელოვანი. და ეს ამბოხი ეს საქართველოში ამ პერიოდში სულ არსებობდა ამბოხი, ოღონდ ზოგჯერ იყო ჩუმი, ზოგჯერ იყო დამალული, ზოგჯერ იყო ციხეები, მაგრამ აი ესეთი ამბოხი, რომელიც მე უკვე შეუძლებელი იყო, რომ გაგეჩერებინა და უკვე ესეთი ფორმები მიიღო, არა პირდაპირ ამბოხის, არამედ რაღაცა ესე კულტურული ამბოხი და რომელიც უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე ხანდახან. ზელვადაში. ხო, გამოვიდა რომ ეგ მომწონდა და მე აქედან გამომდინარე დავიწყე დაკვირვება უცხოურ იგივე ამბოხებზე. მაგალითად, როცა პანკი წამოვიდა და პანკური მე ძალიან ბევრი ვიდეოები ვნახე,
როგორ დაიწყო ეს პანკი და რომ ეს და თინდაც ჰიპების მოძრაობა ეს ყველაფერი იყო მიმართული მშვიდობისკენ, ეს ყველაფერი იყო მიმართული სიყვარულისკენ და ეს ყველაფერი იყო იმისთვის, რომ ესე ცხოვრება აღარ შეიძლება რა. იმიტომ რომ ჩვენ კი ვამბობთ ამბოხს კი ვეძახით ამ ყველაფერს, მაგრამ რეალურად ჩემი გადმოსახედიდან ეგ არ იყო ამბოხი, ეგ იყო არ შემეხოს მოთხოვნა იყო რა. გარე სამყაროს ვეუბნებოდით რომ არ შემეხო, ანუ მე მინდა თავისუფლება რა. თუმცა ეუბნებოდი რომ იქნება ესე ჯობია. ეგ არის ამბოხი. ვეუბნებოდით კი, ანუ მაგას შეიძლება უშუალოდ შენ ნაწილს ეგ არ ახდა თქვა, მაგრამ ვიღაც ნაწილს ახდა ეგ რომ აი ეს ალტერნატიული რეალობის იმას თავაზობდი რა, ალტერნატიულ რეალობას. ალტერნატიული იცი რა, ესეთიც არსებობს ეუბნები. იქნება ჯობია. ჩვენ სამყარო ქონდა გაკეთებული და ჩვენ არავის არ ვახვევდით მაგას. არა ხო და განსხვავება ზუსტად მაგაშია რომ ის ვიღაცა რომელიც რაღაცა გახვევს შენ თავს და გეუბნება რომ ესე იცხოვრო და შენ ხვდები რომ ეს არ გინდა. ხო და მაგას არ გინდა და მაგრამ ის მე იმიტომ ღიზიანდება რომ იმასაც უნდა ესე და არ შეუძლია. შენი მაგ რეალობით, შენი არსებობით აძრობ ალტერნატიულ რეალობას, სადაც ანდომებ იმათ შემოსვლას. მაგრამ ეგ არ არის შეთავაზება, ანუ ეგ არ არის რომ მე თავს ვახვევ. ირიბიგზა, ნუ რაღაც შენ ეუბნები რომ ესეც არსებობს. ყველა ადამიანი ესე არის, მუშაობს, ხდები, მე როგორც ვიქცევი რაღაცნაირად ეგ მოქმედებს სხვა ადამიანს. ხო, მაგრამ შენ რო თქვი უშუალოდ რომ მე არ შემეხოთო, მარტო მე არ შემეხოც გარდა შენი იდეებით რეალურად ეხები. იცი რა, მოდი ესე დავარქვათ რა, აჩვენებ. რომ ესე შეიძლება. მე რაღაცა ხდება რომ ესე უკეთესია. ისევ შენი დაჩაგურის ხარჯზე ხდება, შენი პრობლემების ხარჯზე, მაგრამ რეალურად უძლებ ამას და აჩვენებ ამ გზას, რომელიც მაინც და მაინც აგრესიული ფორმით კი აჭრის პრობლემებს და ეგეთი დამკვიდრება თავის. არის ესეთი დამკვიდრება თავის. რაღაც პონჩი რომ დავარქვათ, უფრო მეტად ქრისტიანული ქვია გაკრას მაგას რა. კი ბატონო. უფრო რბილი რა. და რეალურად მაგან იმუშავა, იმიტომ რომ 10-20 წლის შემდეგ ის ხალხი, ვინც ებრძოდა ამ სუბკულტურას, შეხედეს უკვე დამშვიდებულებმა და მიხვდნენ რომ ანუ აქ ეს ჯობია რა. აბა, იცი ძალიან კაი მაგალითი იყო, ვენაში მიდიოდა ეხლა ზუსტად პანკ კულტურის რაღაცა ესენი ვიდეოები და რაღაცა კინოები უბრალოდ მაშინ ჯერ ვიდეო არ იყო და აი ძალიან მომეწონა ვივიენ ვესტუდის ამბავი რა, რომ ვივიენ ვესტუდი იყო ამბოხი შეიძლება ითქვას კულტურაში, დიზაინში ხო. ზუსტად. მე ამას თხოვეს რომ იქნება Sex Pistols ჩააცვა და მე ეს ყველაფერი ეს დახეული რაღაცეები და შორის დემნა გვასალია ეხლა ძალიან საინტერესოდ ისა რომ მანამდე თუ ჯინსით ვერ წახვიდოდი თქვა ოპერაში ეხლა დახეული თუ გაწვია და ვესტუდი აწერია ზედ ალბათ უფრო თანამედროვე სოციალური შინაარსით. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მე ეს ყველაფერი მე ნორმა ხდება ხოლმე რაღაცნაირად და ეგეც არ არის ცუდი. ნორმა რომ ის იცვლება, ეგ არის კარგი, და? ხო. რა თქმა უნდა, ანდერგრაუნდი ყოველთვის ამოდის ზედაპირზე და ხდება მეინსტრიმი რა. რა თქმა უნდა. ეს ძალიან საინტერესო იყო ახლა უცბად რა შეიძლება არ ვიცი. თუ გავყვებ მაგაზრს. პირველი ეტაპი ხო იყო რაღაც პონჩი უფრო რა, ნუ ვაფშე ზოგადად ნებისმიერ მუსიკის და საწყისი არის უკვე რაღაცნაირად ხო, ალტერნატიული რეალობის შეთავაზება სამყაროსთვის. მერე აი რაღაცა პირველმა 60-იანი წლების როკ-ენ-როლმა რაც მოიტანა, ხო იყო პირველი ამბოხი რეალურად და წინააღმდეგობაში შესვლა იმასთან იმასთან რა. და მეორე ეტაპი იყო პანკი რა. ეხლა ოღონდ პანკს ქონდა კაკრას რომ დააკვირდა თქვა და მიხვდა რომ როკ-ენ-როლმა ცოტათი ტრენდული სახე და ისეთი მიიღო პოპ კულტურაში გადასვლა და იწყო ამან დესტრუქცია გააკეთა ამისი. ანუ ჰიპებს აღარ ცნობდა პანკი რა. და ეგ დაშალა და ამ ფორმით დაგიგდო უცბად. ბევრად ისეთი ხიჭვიანი და განიცი რა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის რომ რეალურად როგორი ბრძოლა იყო იცი ბჭყალებში რომ სხვას კი არა საკუთარ თავს ებრძოდა რომ აი თქვა მამა ჩემი რომ ესეთია მე არ მომწონს და ამიტომ მე ვიქნები სხვანაირი ხო და მამა არაპირდაპირ მნიშვნელობით არამედ გადატანით მნიშვნელობით რა რომ აი ეს პრინციპში მამათა და შვილთა ბრძოლის ამბავია ხო და თუ მე მამებს ესმით რომ ეს კარგია იცოდე რომ ეს ძალიან დიდი პროგრესია ხოლმე. მამებს უნდა ესმოდეთ. ფუნება არის. მაგარი, აბა რა. რეალობაში ნაკლება გთქვა. იცი რა არის ხო, მაგრამ არსებობენ ეგეთი მამები. თავისთავად, მაგრამ ეხლა რო უყურებ, ეხლა ჩვენ რო გავხდით მამები უკვე რა, ჩვენი თაობის ტიპები, ვინც ესე ვიცხოვრეთ, ეხლა რო აი ვიღაცებს ვიცნობ და არის ეხლა 25 წლის ადამიანი, 30 წლის ადამიანი და მაინც ხო ახმა გვაქვს, როგორც ჩვენ ვიყავით, ეხლა შეიძლება მე შენ და ვიღაცას გაგვიმართლა მამებში, მაგრამ ხო იყვნენ რაღაც უხეში რეალობა, დაბალცნობიერება ოჯახში რაღაცა. ეხლა რო და ერთ-ერთი ეხლა მეგობარი გავიცანი და ბიჭო მამჩემიც
ვინ არის და ვიღაცას მიყვება. და უცბად მაინც წარმოსახოში რო გაქრო რაღაცნაირი მამა უნდა ყავდეს რა, იღიპით და ცოტათი არებით და რაღაცები და უსაყვარლეს ჩვენი ვიღაცა ერთ-ერთი მეგობარი და აუ ისე მსიამოვნებს რომ უკვე ჩვენაირი ტიპები მამები არიან და ზდიან შესაბამისად იმ შულებს კიდევ უფრო რბილად, კიდევ უფრო ადეკვატურად, ხო? და ეკო შედეგებს მოიტანს და მოკლედ რა. შევაგადე გამახსენდა, ეცებში არა მუსიკალურში წავალ, მაგრამ 90-იან წლებში ჩემი შვილი რომელიც ახლა 45 წლისაა თუ 6 წლისა. მე კიდე რომ გამორჩი აგერ მამა, რომელმაც ძალიან საყვარელი შვილები გაზარდა უკვე ჩვენი მეგობრები რა. ველოსიპედი უყიდე რა. და twin წაიღო ველოსიპედი და უყიდე ველოსიპედი და 90-იან წლებია და ეს ველოსიპედი სახში ხომ ამიტანა კუკიაზე ცხოვრობდი და დავჭექი და ავედი. მივხვდი რომ ტრანსპორტიას. და დავიწყე ამით სიარული რა, სამსახურში და რაღაცა ის უმეჭხუბებოდა ჩემი ველოსიპედი დატოვე სახში. და ერთხელ გამოვედი სახლიდან და ვიღაც ბიჭი ამეკიდა რომ მათხოვე და მოთხოვე რომ ცალი შვილი დამანები თავი წავედი და საღამოს ჩემი შვილი შეხვედრა უთხრა შენ რა კაი ტიპი ხარო მათხოვებ ხოლმე და შენმა ძმამ არ მათხოვა ამას უთხრა ბიჭო მამა ჩემი მეორე დაღან უთხრა ხო და ეხა უცბად რომ ჩაგიკვეხე ვერ აღვიქვა შენთანაც მეგობრობდით და ხო ძალიან საყვარლებაა ეს არის ხო და რა მგონია იცი რომ აი ეს ყველაფერი ჩვენ თაობაში ეგ მოხდა. ეგ ისეთი პერიოდი დაემთხვა, რომ რეალურად ეს ამბოხის გამოხატვის დრო მოვიდა. აი რაღაცნაირად გარეგნულად აი თქვენთანაც იყო სტუმრად ლადო ბურდული და ძალიან ბევრს უძლებდა ლადო ბურდული. გმირობა იყო რეალურად იცოდი რომ აი ახლა ესე რომ გაივლი ვიღაცა გაგეკიდება და იმიტომ რომ ის იმასაც უნდა და ის გაღიზიანდა რა. იმასაც უნდა. და ის გიждდება რომ შენ შეძელი და იმან ვერ შეძლო რა. ხო და ეგრე მოხდა, ამიტომ მე ეს და ამანაც დააკავშირა მე სხვადასხვა პროფესია დავარქვა თუ სხვადასხვა ხელოვანი ადამიანები ერთმანეთთან და მან გააძლიერა მე ეს ყველაფერი რა, რომ თქვა როცა რაღაცა მხატვარი პერფორმანს აკეთებს და შენთან 50 კაცი მოვა და აქედან ნახევარი მუსიკოსია, ნახევარი მწერალია და ნახევარი მხატვარია, ხო? მაგრად გზნობ თავს რა ხვდები რომ თანამოაზრეები ყავს და ხვდები რომ აი სხვა საქმეში იგივე საკეთებს ის და მე შენი დახმარება სჭირდება რაღაცა. ხო, რეალურად მაგ დროს აი 90-ში მაყურებელი, მსმენელი იყვნენ სულ ხელოვანი ხალხი. ანუ ის არ იყო რომ აი ჩოვლებრივი მსმენელი რაღაცა ნაკლებად იყო რა. ეგ ნაკლებად იყო და ძალიან საინტერესო იყო რომ ეგ ნაკლებად იყოც იყო. იმიტომ რომ მე ისინი გადაიქცნენ იმ ადამიანებად, ვინც მე თავის შულს უთხრა რომ ეს რა მაგარია. კი. აი ხა იგივე გამახსენდა ქუჩაში შემხვდა გოგო. რა ვიცი, იქნებოდა 20 და რაღაცა წლის რა და აუ რა მაგარიო, ზმუგს უყურეო რა. მან ჩვენ ერთ-ერთ პირველ გადაცემაში გავუშვით ჩვენი კლიპი Yellow Duck. და ბავშვობაშიო მამაჩემმა მანახავე კლიპიო და მთელი ცხოვრება ვეძებდიო და იქ გავჩითეო და აღმოაჩენე და რა სიგიჟე რომ მამამ შვილს აყურებინა Yellow Duck-ი პროსტა ნუ ეგ კლიპი რომელსაც ტელევიზორში აღარუშვებდნენ და რა მოხდა არის რაღაცა მაშინ იყო ფესტივალი რა ქვია კონკურსი იყო მუსიკალური ვიდეოების და მაგ ვიდეომ აიღო წლის ყველაზე ცუდი ვიდეო და ეგ მე ისე გამისწორდა მართლა კი შეჩემა იმას ქონდა ვარსკვლავებს თუ რაღაცა ეგეთ ტიპს ქონდა რაღაც თავის ვარსკვლავებს ეკნებოდა იარდან წარმოიდგინე იმ დროინდელი ვიდეოები რაც იყო იქ რაღაცეები რაც ხდებოდა მოკლედ და ამან აიღო როგორც ყველაზე მახინჯი თუ რაღაც ცუდი კრინჯი ვიდეო და ისე გამისწორდა მაგ ნომინაციაში მაგრამ ის ყველაზე იყო რა მუშაობა რა ყველაზე ცუდი რა არის ბოლოს წინა რო ხარ აი ეგ არის ცუდი ყველაზე იყო მაგრამ ხო ნუ მე საბოლოოდ კითხვის ნიშანი ისევა ის პირველ ადგილზე ჯობია თუ ეს ყველაზე ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ რაღაცა იმ დროს გაუგებარია და ლოგიკურია ეგ რომ გაუგებარია Vivian Westwood-ი მაგალითად რა ერებს აკეთებ და მეორე წელს აღმოჩნდება რომ ზუსტადაც ვიღაცა დააკვირდება და მიხვდება რომ ეს არის თავარი ეს არის პირველი რა ისე Vivian Westwood-მა ანუ ერთ-ერთი ისეთი ყველაზე დიდი გატანა იყო მეინსტრიმში პანკის. ეგ იყო ის McLaren-ის girlfriend-ი, ანუ Sex Pistols-ის მენეჯერის რა. ანუ ეგ ერთი ტუსოვკა იყო რა. და უთხრეს რომ შეიძლება ჩააცვე ხლა მათო და ხა ვიღაცა ქუჩაში გოგო რო გააჩერო Sex Pistols-ი არის ის, მაგრამ Vivian Westwood-ი იცის. კი, იმიტომ რომ ის სხვაგან საკვირდება, ვიღაცა იმას საკვირდება. საბოლოო მაგრამ მაინც უფრო დიდი სახელია Vivian Westwood-ი, ვიდრე Sex Pistols-ი. თუმცა Westwood-ის ეს პირველი ალბათ ამოფრქვევა ის იყო რომ მაშინ Sex Pistols-ი
ცნობილი იყო, აღმოჩნდა რომ მე ამის ტანსაცმელი აცვიათ იმად და მე ეს წავიდა სხვაგან. ხო, ზუსტად. ხო, უბრალოდ მოდაში ის უფრო ჩანს, ვიდრე მუსიკაში Sex Pistols-თან გლობალურად რო არის გლობალური მოდა და გლობალური მუსიკაში. მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი რანგია ორივე იყო, რავი, მე ორივე დალეცა რეალობა რა. რა თქმა უნდა. და ამოცანა იყო რომ აი იცი რა მე ესე ცხოვრება აღარ მინდა რა. ხო. და ეგ არის მთავარი ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ თუ არ მოხდა ევოლუცია, ხო? თუ არ მოხდა ევოლუცია, ნუ აი რაღაცა მე ის მოდის რა. აი ხო რა ქვია მაგას. ჭაობი მოდის. ტბა ხო რაღაც. ეგეთების გავიარეთ. კი, კაცო. პერიოდულად ეხა რა ვაკლებთ, ეხა ხომ მიყავთ მაგით რო და მაგას ვიძახი რა, აი თუ არ მოხდება ევოლუცია, წინააღმდეგობა თუ არ მოხდება, თუ არ მოხდება რომ ესე ცხოვრება აღარ შეიძლება. გინდა სოციალური, გინდა ისეთი ხო, ნუ. იმ დღეს დავათვალიერე. ჩამიგდეს, რაც გააგზავნე ეს ფოტოები, სასწაული რაღაცეები არა. ანუ ჯერ ერთი ჩემი ფოტოები ვნახე, რომელიც არც მე არ ვიცოდი, მინდა კითხო. ხო და იცი რა არის მაგარი, რომ ანუ საერთოდ არ მახსოვს, სულ იყავი, მაგრამ აი ეგ არ მახსოვს, რომ იღებდა. ვიღაცა იღებდა რა. ეგეც ალბათ რაღაც ნიჭი არის შეჯერიდან, ხო? ისე შვება, რომ შენ არ შეწუხდები მაგით, ისე გიღებს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის, რომ არ იყო ისა. არ დაიძაბო მაგაზე, ვიღაცა გიღებს. ისე შვები შენ აი არჩევ სიტუაციას, როცა არ გაკვირდებიან აქით და ხო. და ნუ აი მაგალითად ეხლა ეს ფოტო, მაგალითად ეს არის აი კაკადო. კაკა ჩვენი წინა სტუმარი თუ როდის იყო. კაკადო, ირმა და ირაკლი რა. ხო, და ეს არის ირაკლის სახლია და აი ნახეთ აქაც როგორი რაღაცა ამად გადაწყვიტეს მაშინ რომ კორჩე ესეთი ერთოთახიანი ბინა აღარ შეიძლება თუ ოროთახიანი ლოჯიანი და აღგენდა გადაღებეს საწოლი გადაღებეს კედლები გადაღებეს რაღაცები გადაღებეს და იცი არაფერი ხარ ხო ვითომ არაფერი ეს ხო იგივე სახლია ნიკოლაძეს კი ეს ნიკოლაძის სახლია მაგრამ მე იქ გიყვარს მისვლა რა იცი რა მე კონტექსტი მაინტერესებს ეს რა არის უბრალოდ იჯეკით და გადაიღეთ თუ აი მოდი ბენდმა ფოტო გადავიღოთ. უკვე აი რაღაცა წაუბენდეს. კაკადო მოვიდა თუ რაღაცა და ჭირდებოდათ ფოტოები. და რავი მაშინ რავი ის უნდა დაურეკო, ნაცნობს უნდა დაურეკო, ირაკლიმ დამირეკა რომ აუ ფოტოები გჭირდება და წავედი და შავ-თეთრებს ვიღებდი, იმიტომ რომ ფერადი ძალიან ცოტა მქონდა ხოლმე რა და მაგრამ აღმოჩნდა რომ რაღაცა ფერადიც მქონდა და წავიდა და აი ესეთი რამოდენიმე ფოტოები. ხო, ამას ხო სერია კიდე რამოდენიმე. ხო, რამოდენიმე ფოტო არა. ხო, ეხლა აქ არეულად არის, ეხლა სერიებით ალბათ არ არის. ეს არის იმასთან ლადოსთან სახლში, ეს არის ჟორჟიკა. ეს ვიცი ვინ არის? თამთა არის, იმას მოდის დიზაინერია და იქაც აი ხდებოდა ხოლმე, ყველაფერი ხდებოდა რა. ლადომ მაშინ რეალურად მართლა ის გააკეთა რა. რადო სახლს მე დავარქმევდი მაშინ ფილარმონიასაც ყველაფერს დავარქმევდი იმიტომ რომ ეგ იცი როგორ რა ძალიან ძნელი რაღაცაა რომ ეხლა თქვა რომ აი ჩემი სახლი ნუ არის პრახადოიდრორი რა და მე კი გაგიჟდა ცოტა ბოლოსკენ მაგრამ თავიდან რა მან არ გინდა ცხოვრება ხომ რომ მიდის ეს სახლიდან ეს ხალხი მე როგორ იძინებდა მან და მაგრამ იქ მოხდა ვიღაც დიზაინერების ჩამოყალიბება, მუსიკოსების ჩამოყალიბება, მხატვრების გამოფენები კეთდებოდა, ხან ვისი ნამუშევარია კიდე კედელზე, ხან ვისი ნამუშევარია კიდე კედელზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის დადა წასვლამდე ალბათ ერთი წლის წინ არის გადაღებული და გამოფენაზე არის მოსული. ჩვენ გამოფენაზე არის მოსული, აი ზუსტად ის თემა არის რა. რაღაცა გამოფენა გვაქვს ჯგუფური და აი ისინი მუსიკოსებიც მოდიოდნენ და დადას ძალიან ცოტა ფოტო მაქვს, 2 თუ 3 ფოტო მაქვს რა. და ერთ-ერთი არის აი ეს უმაგრესი ცოის როგორ გავს. ხო. აუ რა მაგარია, თან რო დავხტივართ იქით-აქ. აი ესეც იქიდან არის, იმ სერიიდან არის. ხო ხტები რა ახლა, როცა ფოტოები ჭირდებათ მე იმაშვრებიან რა, მაიმუნობენ, მოდი ესე დავარქვათ და აუ და ფოტოგრაფის ეგ არის ძალიან 95 წელი. ირაკლის ევასებოდა ისა, პოზირება. იცოდა პოზირება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ აი მაგალითად ბევრი ფარაჯანოვის ფოტო აქ იურა მეჩითოს, იმიტომ რომ ის მაგას ვქი თანამშრომლობა რა, როცა ის არ გეთანამშრომლება, ვისაც უღებ ნუ არ გამოდის რა და რო გეთანამშრომლება, მაშინ ძალიან მაგარი რაღაცები გამოდის რა და აი ფოტოგრაფმაც ხო უნდა მიცეს საშუალება. ეგეც ხო ნიჭია ცალკე. უცხოს ვერ იზავ, უცხოსთან ვერ იზავ ამას რა. ნუ მაგრამ შეიძლება უცხომაც გაგხსნას რა, რომ წაგაქეზოს ცოტა ხდება. მე ის უცხო უკვე ხდება ცხო. ცხო.
რა თქმა უნდა. ხო და ისე რომ ხო და აი კაკადო მაშინ აი ახალი შესული იყო მაგათთან რა ჯგუფში და რაღაცა თან მაგარ რაღაცას მოატა. ისევ ლადო. აი ლადო რომელიც ახლა სხვა შორის აი დაბლარო სანთლები აწყვია. ეგ იმას ნიშნავს რომ რაღაცა ხო ის იქნება, პაკაზე იქნება ახლა და გამოდის და იმაშლება რა. ხო. ორკესტრი ბრუციანიზე არ არის მარტო ქორქია, შენს ლევანას ვანიძე. აი ხადურავე. თუ არა. ხადურა არის სხვა კაცში ერთი და მე ძალიან მომწონდა ისა რომ მე უკვე ცოტა პერიოდი რო გავიდა და 90-იანების ბოლო დაიწყო და მე იმდენი ხალხი მოდიოდა ხოლმე ლადოსთან რომ და ლოგიკურიც არის ხა ეს არასად არაფერი არ ხდება და იციან რომ აი ეგ რაღაც ხდება რა და მე გაგიჟდა და მე ჩამოწერა კარიბზე ეწერა ხოლმე ტექსტი ეგეთი რომ ვის უშვებს და ეწერა ხოლმე რომ კაროჩე ეს plus 1 კაცი ეს plus 2 კაცი ეს მარტო თვითონ ეს და ერთ-ერთი ეგეთი ტექსტი გადავიღე და აწერია რომ შევარდნაძე 2 კაცით თუნდაც შევარდნაძე მოვიდეს და 2 კაცზე მეტი არ მოიყვანო. აი გოგა იყო მსხვერპლი მაგ ლისტის მოსული იყო დაუპატიჟებლად და არ შემოუშვეს. ხო და ეგ იყო ბოლოსკენ რა იმიტომ რომ აღარ ეტეოდა ეს ხალხი იქა რა და აუ ეს შენი ფოტო ესენი ხო აი ესეც აი ეგეც თანამშრომლობაა რა ეს ამათ ჭირდებოდა ალბომის გამოცემა გაკეთება თუ რაღაცა და მით რა რომ დამირეკა და ეს ვიდეოებს კამერათაც ადევს. კი მე ვის გაკეთა ამათ იყო ყველაზე და წავედი და რა დღე ვიმუშავეთ 1-3-4 ლოკაციაზე ეს მას თავი გადაიპარსა სპეციალურად და ნუ ეგეთ სურათები გამოვიდა რა ხო გადაპარსული ვინც არის ლადოა კი ეგეც ლადო მე მგონი სხვაგან არ არსებობს რა და ხო ესეც აი უკან ბაკურაუზის ბაკურა ანტოშკა ხო და ბაკურა იწებს მაშინ რა აი რა ქვია და აი ნახე უკან კიდია ოლეგ ტინჩენკოს შეყვარებულები ხო ეს ამხელა 2 კილომეტრიანი სურათი აი იქე კიდე რაღაცა პერიოდი რა და იქ სხვასთანაც რო ნახე იცი სხვასთან კი არა ჩემი ლოგინის თავზე კიდია ამის სხვა ვერსია იმიტომ რომ ეს არის პირველი ვერსია რომელიც გააკეთა ხო და სიგიჟე ეს ნახატი იყო ჩემთვის აი ყოველთვის ამ ტუსოვკებთან ასოცირებული და ლიკა რო გავიცანი თურმე ქონდა ეგ ნახატი რა და აუ ჩემთვის ხოცი რაღაცა ნიშანი და რა კი და მაიც პროსტა ესე ავირევით არა ვირევით კაი მე მიყევი სტანდარტულად არის აი ეს არის ბიძინა მაყაშვილი და დიმა არის რაღაცა მე მგონი ეს არის ლადოს დაბადების დღე თუ არ ვცდები ხო ნახე რა პატარა ის ხო და ბიძინა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემთვის თუნდაც ამ სამყაროში შესაყვანად ბიძინა იყო კულტურის 7 დღე იყო ეგეთი გაზეთი რომელიც მე ვთვლი რომ ალტერნატიულს დავარქმევდი გაზეთი კი იყო მაგრამ ერთ-ერთი პირველი გაზეთი იყო დამოუკიდებელი ეს არის 91 თუ 92 წელი და მანამდე ოფიციალური კომუნისტი და პრავდა და რაღაცები არსებობს და უცებ ამათ ახალგაზრდებმა ჩემზე პატარები იყვნენ გააკეთეს გაზეთი და ჩემთვის ეგ ძალიან საინტერესო იყო ან თავისი თაობის ფოტოგრაფს დაურეკეს. მე მაშინ ესე არ მიცნობდა როგორც ფოტოგრაფს და დამირეკეს და მითხრეს რომ არ გინდა ჩვენთან იმუშაოთ. ეს ხო ჩემი პირველი შეიძლება ითქვას პირველი სამუშაო პროფესიონალური და ბიძინა იყო კულტურის განყოფილებაში მუშაობდა. ბიძინა რო არ ყოფილიყო ძალიან ბევრი ინფორმაცია დაიკარგებოდა აი ამ ტუსოვკებზე ამ კულტურულ რაღაცებს, იმიტომ რომ წერდა. ხო და ესეთი ეს პროცესები ესე დავიწყებადით შეიძლება ყოფილიყო რა. ან ხო იცი ადამიანს სულ გონია რომ არაფერი არ დაგავიწყდება და სინამდვილეში ერთ თვეში გავიწყდება რაღაც დეტალები და მე სულ გავიწყდება და ეს ფოტოგრაფია იმით არის მაგარი რომ ეს ფოტოგრაფია გახსენებს რომ ეს არსებობდა. ხო და მე ისეთ რაღაცეები ამოვარდება და მე გიწევს რომ აუ დააკავშირო ეს რატო იყო ეს როგორ იყო ეს საიდან იყო ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რა ეს. მაგარი ფოტო გავაძრო ახლა. აჰა. ხო, აი მაგალითად ეს არის ესეც ლადოსთან არის გადაღებული და თქვენ ახართ, თქვენ შეიძლება მაშინ გაგიცანით საერთოდაც რა. ეს უკვე გვიანი, ამაზე ძველი ხარ რაც ჩავათვალიერე, ბევრად ძველი ფოტოები არსებობს, ხო? ხო და. ეს არის ალბათ უკვე 2000-2001 წელი? შეიძლება 19-ია. ეწერება, მაგას ვერ ეწერება, ეგ არის ფირია და ის არის დასკანერებული. მე რეებით ხვდები. არა, 2000 არა დასასრულით შეიძლება მიხვდეთ რომ ის არ ეწერება რა ეს იქნება 2000 ალბათ ან ერთით შეიძლება ხო და აი ბევრი რამე ხდებოდა რა ესე ლადოსთან
ბევრი რამე ხდებოდა ქუჩაში, მინდა გითხრა. და ოღონდ აი ხდებოდა ესე რომ ბევრი ხალხი თუ იკრებებოდა, მე საშიში აღარ იყო ეს ყველაფერი და უკვე აი პოლიციაც რა უცნაურად იყო, იცი რომ პოლიციაც ეს არის მარგარიტა. მარგარიტა. ეს არის მარგარიტა და წამყვანები არიან, ხო? ვინ იყვნენ წამყვანების საერთოდ? აი ეს არის რეჟისორია, რა ქვია, ბარაბაძე და ის ვინ არის არ ვიცი. ხო. ხო და მარგარიტაზე ბევრი არა მაქვს. რაღაცა თვითონ რო გამოდიან ადამიანები არა მაქვს, რამოდენიმე ფოტო, აი ესეც მარგარიტაა. ხო. არა ეს რაღაცა უცნაური. ეს სხვა დღეა რაღაცა სავარაუდოდ, რომელზეც ჩვენ არ ვიყავით. ჯაზის დღე. ალბათ რაღაცა ეს. ხო. ხო, ჩვენ ჯაზზე არ დავდივართ. იდეა ჯაზუკებზე. ეს უნდა არის. ეს არის შუშანია, ეს არის შუშანია, ეს არის აი მამაშენის თაობის როკ-მუსიკა. ესენი პრინციპში ესის თაობა, რომელმაც როკი ჯერ ჩუმად დაიწყეს და მერე უკვე ამის გაჩუმება აღარ შეიძლება და იმხელა მსმენელი ყავდათ და იმხელა ის ყავდათ აუდიტორია ყავდათ და ისე ბლიც მოშნად ქონდა ხო აი მეორე ეტაპამდე როკის გადახურების თუ გახურების აი პირველ ეტაპზე რაც ბლიც ხო ძალიან დიდი პოპულარობა ქონდა მაგრამ მანამდე ცალ-ცალკე კიდე ადამიანები იყვნენ რომლებიც იცი რა ესე ბლიცი კი არ იყვნენ მაგრამ ესენი ცალ-ცალკე უკრავდნენ მაგალითად სულიკა დათო სულაქველიძე ერთი ტუსოვკა იყო ხო აქ არის ერთი ფოტო მამაშენი და უკვე ბიტს კლუბში არიან სულიკა და მამაშენი და კიდე ილიკო ზაუტაშვილი უკრავდა რაღაც ჯგუფში ეს გზელითმები ქონდა ხოლმე. აი ილიკო ზაუტაშვილი უკრავდა? ხო, იმიტომ რომ რაღაც ჯგუფი მე ვიცი რომ ხატვარი არა, ხატვარია, ეხლაც ხატვარია, მაგრამ პარალელურად ხო გეუბნები, რა სულიკა მათემატიკოსი იყო და კარატეს და მუსიკოსი იყო და ფოტოგრაფი იყო და დიზაინერი ყველაფერი იყო. და ყველაფერს მაგრად აკეთებდა. ყველაფერს ერთ-ერთი პირველი აკეთებდა. დიდი სულიკა, ხო. ხო და მე არ ვიცოდი. ანდროს ულაკველის მამა დათო, ხო? განათლებით იყო მათემატიკოსი და ბოლომდე მუშაობდა როგორც მათემატიკოსი. პარალელურად მე კარატე მასტერიც. კარატე იყო რაღაცა, ხო? ყველაფერი რა. და თან მაგარი ის კი არა რომ პროსტო კარატესაც ვაკეთებდე. იყო ყველაფერში, ფოტოგრაფი იყო ძალიან მაგარი. ესენი ვის და ემსგავსნენ ბიჭო. რა სერჩი შენ რა თუ ბერავენ. რა სპორტულად. აი ეს არის კეთათო და ირაკლი უკვე ის იგივე სახში, იგივე სახში რა. როგორი სახლური ფოტოა რა. აი ირაკლის სახში კეთათო გაასახურა. ხო, ირაკლის სახში ძალიან ბევრი ფოტოები მაქვს გადაღებული, იქაც იგივე იყო ხოლმე რა, რომ უკვე თან რო ხდებოდი რომ ირაკლის ევასებოდა ფოტოების გადაღება. ხო? შენც გჭირდება რომ ეს რაღაცნაირად იმას ქნა და აი ეს არის პატა ედილაშვილი. ის როა მიწის ქვეშა რო არის რესპუბლიკის მოედანზე რაღაც ხდებოდა. ბესელა ხო, რაღაც ხდებოდა, ეს მაშინ ბესელასთან იყო ჯგუფში და აი ხო, იქ რაღაც ხდებოდა, არ ვიცი და ჯერ სანამ დაიწყება, გზამოთ იყვნენ და ხანდახან მე არ შემეძლო ხოლმე სიბნელეში გადაღება, იმიტომ რომ არც კამერა მქონდა წესერი, არც არაფერი და ამიტომ აი ეს ვინ არის, ვიღაცა არის, აშკარად ნაცნობი და ვერ ხვდები. არ ვიცი. მაგის გაგრძელება შეიძლება იყოს. ხო და მიყოლებით არ არის რატომღაც, ა? ესეც ისევ მარგარიტაა? აიცა იმის გაგზელებები, იმიტომ რომ მე რო ჩავათვალე. აი ნატა იყო ამაღლობელი მარგარიტაზე, ნატას მე. აი ნატა ამაღლობელი. ო ნატას მე გადაცემა ქონდა რაღაცა. ცოცხალი. ხო. ეს ლადოა? არა ბიჭო რა ის ლადო. ფოტოგრაფიულ არ არის. არ ვიცი. არა ლადო არ არის ესა. არა ლადო გარდაიცვალა. ხო. ლადო არ არის. ეს გეგაა? გეგა. აი ეს არის ბესელას ნახე. აი ეს არის კონტრაბანდა. გოგა დადუნაშვილი, მხატვარი გოგა დადუნაშვილი, ბესელამს თხოვა რომ მოდიო ის დისკი გავაკეთოთ თუ პრაკატიო თუ რაღაცა და წავედით სპეციალურად გადასაღებად რომ აი ეს ამ დისკისთვის რაღაცა გადაგვეღო და ესეთ ფოტოები გამოვეს კოსმონავტების ზურა. თან ნახე რა კაი გადაწყვეტა რა ისინი ხო მომდამშენების სამხედრო ფორმაა და ეს როგორ გამოწყობილია ნახე ბესელა. არა მაგარია. არ ვიცი მე გაკეთდა რა მე არ გაკეთდა არ ვიცი მაგრამ ნუ ეს რასაც თავია
ეს არის მირზაშვილი გია, რომელიც თავიდან უკრავდა იმებზე, დასარტყამი ინსტრუმენტებზე უკრავდა ირაკლისთან. და კინოშიც მე მგონი იმის ფილმი როა შენგელაიას ფილმი ორფეოსის სიკვდილი იქ მაშინ გია იყო ჯერ კიდე და გია უკრავდა და მე გია წავიდა და მე კაკადო მოვიდა შენგელაიას ფილმია გიორგი შენგელაიას ფილმია კი პეპლებზე ნადირობა სადაც ირაკლი უკრა ცოტა იმას ალან პრაისის ფილმს აგავს იმას ობედნიეროს ყიფშიძე რო თამაშობს გოგო რო ყიფშიძე და კინინო კასრაძე თამაშობს ხო ნინო კასრაძე თამაშობს ხო ეგ მუსიკალური ჩანართებია რა და ესენი უკრავენ ხო რა ქვია ბარშიც რო უკრავენ ხო და ის მაშინ გია იყო დასარტყამს ხო და ირაკლისთან ძალიან ხშირად იცვლებოდა ხოლმე ვიღაცეები და ნუ აი ერთ-ერთი იყო გია თავიდანვე უკრავდა გია მე მგონი კლასელი იყო ირაკლისი თუ ძველი ნაცნობებია ეს არის ესაც მარგარიტაა და კოტე ყუბანაშვილი თავის მაისურებს აკეთებს უკვე მაისურებით მოძრაობს და ღია ბარათებს. ოურა ეს ები არის ეს რა ბენდია ეს არის შუშანიას უკვე ცოტა გვიან არ ვიცი ამ ბიჭებს არ ვიცნობ შუშკამ დამირეკა და მითხრა რომ რაღაც ახალი ბენდი მყავსო და იქნება ფოტო გადაგვიყო და ეგრე სტუდია მაშინ არ იყო არაფერი არ იყო და სად გადავიღოთ ქუჩაში გადავიღოთ გავდიოდით ქუჩაში და ქუჩაში არის გადაღებული ო არა და ძველია 96 წელი წერია ხო მაშინ 96 აი ზოგიერთ დასკანერებულს წლები მიწერია რა ფილიდან გამომდინარე და ეს რა არის 2000 წელია წერია ამას ბაკურა და ანტოშკა. ესეც სახში არის იმასთან და უკვე სხვა სურათი კიდია. ეს სხვა სურათი მე არ მახსოვს. ეს რაღაც ოქროს თევზი იყო, მე მგონი თვითონ ლადონ დახატა. ოქროს თევზი დიდხანს ეკიდა მე ეს ოქროს თევზი რა. ეს მანამდეა ეს. არა 2000 წელია. არა, ის უფრო ძველია, ის უფრო ძველია და მე ის ალბათ ოლეგმა წაიღო სახში და ეს ოქროს თევზი გაიჩიტა. 19 წელი, ლადო კირპიჩა, ნათია და ეს ალბათ ქეთია. ეს არის ქეთი ალბათ, ხო. ხო, ჩვენ ისე ვლაპარაკობთ, ცოტა გვარები უნდა ვთქვათ ხოლმე, იმიტომ რომ ყველა ესე მართალი რომ გითხრა კირპიჩას გვარი არ ვიცი. აი კირპიჩა ვიცი, რა მე რა. დრო ჩინჩალაძე კი არა და. კაი გაჩერდი არ ვიცი. არა, ეგრე კაკადოზე მოგიყვებით რა, კაკადოს ვიცნობ, კაკადო ქვია. ერთხელ ურეკავ რა სახში კაკადოს და დედამისმა იყო და გავჩერდი ეს. მივხვდი რომ არ იცი სახელი. სახელი არ ვიცი, გვარი არ ვიცი, არაფერი არ ვიცი და გავჩერდი ესე და ნუ ძალიან დიდხანს მოვიდა და მე მივხვდი რომ რაღაც უნდა და კაკადოს თხოვეთ მეთქი და დედამისმა ჩაიცინა. ხო და ეხლავე და წავიდა და დაუძახა. აუ ეს ფოტო იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო. გოგლიკა ხო და იცი რა არის პასპორტის არა ხო და ძალიან უცნაურია დათო მელიქიშვილი არის ეგეთი მხატვარი და დათომ ერთი პროექტი გააკეთა რაღაცა გოდიში რო თქვათ რომ გოგლიკა არის Mother Mondays-ის ვოკალისტი კი აი გოგლიკა როგორი ძალიან ბობ დილანურია გოგლიკა როგორია გოგლიკა 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 კარჩი კაი ხო და აი მეც ეგრე ვარ ხოლმე რა ვიღაცების პროსტა ესე როგორც ვიცნობ ეს კონტექსტი მაინც რომ Mother Mondays-ის ვოკალი ხო და დათო მელიქიშვილმა გააკეთა რაღაცა პროექტი პორტრეტების სტრუქტურები თუ რაღაცების შეცვალა და ნუ ისევ იგივე იყო რა რომ ეს პორტრეტები ფოტოპორტრეტები ჭირდებოდა და ამერიკა მითხრა რომ ვიღაც ხალხების გადაღება მინდა მე ვთხარი კი ბატონო რა ვინც გინდა და მე აი გადავიღეთ ვიღაც ადამიანებს ერთ-ერთი იყო გოგლიკა ხო და ეს არის ეს პორტრეტი არის იმისთვის რომ მე იმან რაღაცა ტრანსფორმაცია გაუკეთოს პორტრეტი არის მე გოგლიკა გადაღებული მიყავს კიდე ჩუბიკას დაბადების დღეზე შეიძლება იყოს კიდეც მან ფოტოები მასე რომ მანდე იყო უკვე ერთად ესეც ირაკლია ესეც ისევ ირაკლისთან სახში ალბათ ხო ხო და ეხლა მაგ ფოტოზე ირაკლის როგორი თმაც ქონდა ეგეთი თმით სიარული მაშინ იყო ნახევრად სიკვდილი რა ეგეთი საინტერესო ტიპი იყო ერთი ჩემი მეგობარი შალიკა ფანცულაია არ ვიცი თუ არა შალიკა აი თქვენ რომ მკითხეთ რომ დავუწყებელს ვერ დავარქმევ შალიკას მაგრამ აი რაღაცები ხდება ხოლმე დავიწყებ შალიკა ფანცულაია იყო ძალიან მაგარი რუსულენოვანი იმიტომ რუსული სკოლა ქონდა თორე პოეტი ძალიან მაგარი როკ მუსიკოსი ძალიან მაგარი ვოკალისტი და ხან სად მღერო და ხან და მე ერთხელ ჯგუფი გააკეთეს თავიდან Crazy Sugar უნდა დაერქმიათ მე ვერ შეთანხმდნენ და მე ვიკენდი დაარქვეს და ერთად ნახევარი იყო ეს ჯგუფი ხო და იცი რა არაფერი არაღარ არის შალიკა გარდაიცვალა და ამასთანავე ვიღაცა მითხრა რომ შემთხვევითო შენ ხო იცნობდიო და იქნებაო მისი ლექსებიო და
არავის აღარ აქვს, всё. აღარ არის. ამ გამოცემულიც არის. არა გამოცემული, არა, ხო და აღარც ლექსები იძებნება, აღარც ჩანაწერები არსებობს, აღარც წევრებს შეიძლება შევშ. არა, ანუ მე რო გავიცანი, მარტო იყო, არც დედა ყავდა, დედა მამა მეგონი ავარიაში გარდაიცვალა და მარტო იყო და მისი სახლი მაგიტო იყო რაღაც სატუსაო სახლი რა, იმიტომ რომ ნუ აი წარმოგიდგენია 90-იან წლებში მარტო ცხოვრობს ვიღაცა და ნუ იცი რა ეხა რო ვლაპარაკობ შეიძლება ვიღაც მეგობარს თუ აქ ისა. აი უკვე ძალიან მაგარი იქნება, აი ეს ლექსები, ან რვეული, სადაც ეს რაღაცები ეწერა, თუ აღმოჩნდება, არის ძალიან მაგარი. გაქვთ და თუ მოიძიეთ იქნებ რამე ფორმით ხო გავგებინოთ და და მე ის ჯგუფი წეღარო იყო. ის იყო შალი შეკრული რაღაცა ჯგუფი ცოტა ხნით, ხო? ეს არის soft eject-ი, როცა ძალიან ბევრი იყვნენ ერთი პერიოდი და კონცერტის და იცი რა არის, არა უკვე დიდი კონცერტია, ხო, დიდი კონცერტი უნდა გქონდეთ, მე მგონი როგორ ერქვა იმას ვანდერერი რქვა მე მგონი. ხო. და მაშინ თხოვეს რომ მოდი ჯგუფური სურათი გადავიღოთო და ძალიან და ის არის, წავედით იმასში ზემოთ ის რო არის მუზეუმი რო არის ღიაცის ქვეშ და იქ აი ესეთი ფოტოები რეალურად აქაც მე უბრალოდ ფოტოგრაფი ვარ ერთად ვიმუშავეთ დადგმაზე რა. აქ ვიღაცები აკლია მაშინ თბილისში არ იყვნენ თუ რაღაცა და დაში აკლია ჯგუფი. ხო. ხო და soft eject-ის ხოთა შორის მე სცენაზეც გადავიღე ეს კონცერტი რო იყო ძალიან რთული იყო. როცა ფირზე მუშაობ ცოტა რთულია ხოლმე. ეხლა ციფრი გაადვირა ყველაფერი და აი ეს არის soft eject-ის კონცერტი. სად არის ეს კონცერტი? ეს არის ფილარმონიაში ძალიან ესეთი სერიოზულად დაგეგმილი კონცერტი იყო თავისი აი ამ ცეცხლებით და რაღაცეებით რა და ეს უკვე 2000-ია ალბათ? შეიძლება არ ვიცი, აღარ მახსოვს. soft eject-ის ძალიან საინტერესო რა არის, იცი რომ გია ქარჩხაძე ძალიან უფრთხილდება აი ამ ყველა მასალებს და მახსოვს რომ ერთ-ერთი კონცერტი ქონდა გოფილექტის ბაღში და იქაც რო გადავიღე მე ნეგატივები გამომართვა და აღარ დამებრუნა და მაგრამ ვიცი რომ ისიც ინახავს ისე რომ ნაწილი მე დამჩა ნაწილი გიას მე კიდე ვილაპარაკოთ ეხა ის რაღაცების მე იმაზე პარალელ რეჟიმში ვინ იღებდა კიდე თეონა ჯაფარიძე იღებდა ვიდეოებს თეონა ხო და არსებობს ეს თეონა ვილაპარაკოთ აუცილებლად ძალიან კარგი ბაზა ცოდნის ყველა თეონა ჯაფარიძე მუშაობდა მეორე არხზე და ევალებოდა რა ეხლა მე არ მევალებოდა მე მინდოდა გადავიღებდი მინდოდა იმას ის იყო რა ჟურნალისტურად თუ ხო და ოპერატორი დაყვებოდა და იღებდა და მე რამოდენიმე ფოტოში მყავს თეონა გადაღებული როგორ იღებს რაღაცა და არის ეს მასალა კი მე სხვა შორის გაციფრა რაღაცა ნაწილი სოროს ფონდის მეშვეობით გაციფრა და რაღაცა დისკი არსებობს მთლიანად ვერ მოახერხე იყო ეგეც თუ საუბდა სულ ხო და იქნებ რაღაცნაირად მივაკვლიოთ და რაღაცნა გამიკრო უნდა თეონას ტელეფონს მოგცემ და თეონა არის ჩათვალე წიბახა არის ხო იგივე დაკვირვებით ხო არა მაგას გეუბნები ხო და იქნებ რაღაცნაირად ეს გავაშუქოთ რა გავაშუქოთ აი ეს არის ირაკლი იღებს თავის კლიპს ეს არის მისი პირველი რამე არის ესეთი კლიპი ну ფაქტია რომ კლიპის გადაღება არსებობს ცეკვავენ კლიპის გადაღება არსებობს ხო არის რაღაცა გადმოცურავ უდმანკი თუ რა არ მახსოვს კეთი მაჭავერენ ხო არ იღებს არა კაცო კეთი მაჭავერენ მე გადაიღო არღანი ეს არის ჯერ ირმა არ არის რა პირველი ცოლია ეს აი მაქსის დედა არის ისა ხო მაშინ ის მოდელი იყო და ესეც მოდელი იყო და იმას თხოვა და მაშინ როგორ სიტუაციაზე არაფერი არ არის რა ფული კამერა არაფრით იღებ და ყველაფერს მეგობრების დახმარებით ვაკეთებ აბსოლუტურად მე დამიძახა რომ იქნება ფოტოები გადაიღო ვიღაცა ოპერატორი იპოვა ვიღაცა ის მაგას შეიძლება ეწეროს ალბათ ეს არის ისევ ლადობრდული სახლია რეპეტიციობენ ვიღაცები არ ვიცი რა სასტავია არც მე არ ვიცი ეს არის ოძელა და არ ვიცი რა ხდება სად არის რა კონცერტია აი ეს უკვე 2000-იანებია ალბათ და რაღაც ცოტა სვეცკიტუსო უკვე ცოტა შუქი მოვიდა არის რა და ეგეთი რაღაცა და ბევრი რაღაცები აღარც მახსოვს სად არის ნებისმიერ და აი რომ ამბობდი ვალერა და ხო ეს არის 2000-იანი უკვე კლუბში არის გადაღებული კლუბში არის გადაღებული აუ ვალერა აუ რაზმები არიან სულიკა კარატისტი შენ გახსოვს როგორ არ მახსოვს შენ ეს რა ბენდია რა ხდება ეს თათუზა არის კი თათუზა და ეს ჯაფარიძე ხო და ეგეც არ ვიცი აი ხა რაღაც ფერადი ნეგატივები მაქვს რომელიც
აღარც პერიოდი მახსოვს რომელია, აღარც სად არის ის არ მახსოვს და შენ გახსოვს ჩვენი ალბომის შიდა სურათები რო გადაღებული? კი, იმისი. ლეამ ჯორჯიან ლოლიდას რადიო ლაივი არის და შიგნით ყველა ბენდის წევრები და რაღაცა ისე გადავიღეთ მე მგონი რომ რაღაცა 60-იანი წლების ფოტოგრაფიის სტილში გადავიღეთ რაღაც შავ-თეთრი და ვახო იყო მაშინ ვახო ბაბუნაშვილი იყო ჩვენი მენეჯერი და იმას ქნა მოგვიყვანა შენთან და ჩვენ აგრა ვაპროტესტებდით რა სიცი რომ ანუ წარმოგიდგენთ დისკი იყო და ეგო უნდა გამოვიყენოთო თქვენ რომ სიმპათიური ბიჭები ხართ და აი ეს 4 ფოტო იყო ჩალაგებული ალბომში არა კოსტუმებში არ არიან მაგრამ ფოტო პორტრეტები კლასიკური შავ-თეთრი ბიჭო რო გოგოებმა გააკრან თუ რა იყო ამის ნის ვის ფოტოებია მესხის რომელი პიჯაკებში რო ხარ პიჯაკი გაც იმის ანაბეშტის გადაღებული იყო მესხია ხო ხო ესენი ძალიან აღრენილები იყვნენ და ხო ჩვენ არ გვინდა და რაღაცა მოიგეს და გადაიღეს ბოი ბენდი ხო არ ვარ სპონტი ქონდა რა ნუ კაი პორტრეტები ესენი ხარ რომ ხდება ხოლმე ხანდახან რაღაცები ესე სხვა რამებს რო ვეძებ რაღაცები ხდება და ან რაღაცები მახსენდება ეს რომ მოდიოდი რა გამახსენდა რომ ეს ხო ჩემი თაობაა და ცოტა თქვენი თაობაა და იცი დიდები გამახსენდა რა კიდე ერთხელ გადავიღე ბიძინა კვერნაძე მითხრეს რაღაც ჟურნალში მუშაობდი პორტრეტი უნდა და ბიძინა კვერნაძე ეს რადიოში ვართ მედაში რომელიღაც რადიოში რატო რა ხდება არ ვიცი აზიარა ვარ ერთად როგორ მოხვდით რადიოში რას ერთად გქონდა ეთერი რა ერთად გქონდა ეთერი ვა ამ ფაილი ეს ციფრული ფაილია შიგ წელიც ეწერება რა მე მახსოვს ეს პერიოდი იმიტომ რომ ანუ ვიძე და ტანსასვლით ხვდები რომ Z4 Zulu-ს დრო არის ჩემთვის ხო და ბიზნეს გადავიღე პორტრეტი და მე ჟურნალში დაიბეჭდა და გავიდა ბიჭო რაღაც პერიოდი 1-3 წელი 4 წელი და ბიზნე ბატონი ბიზნე მირეკავს და მეუბნება რომ ისაო იქნებაო ძალიან უცნაურად მითხრა რა ხა იმისი ნათქვამია თორე ვერ გავიმეორებდი ჩემიო გაჭეჭყილი თავია შენ გამოგდის კარგათო მარტო და იქნება ერთი პორტრეტი კიდე გადამიღო იმისთვის წიგნისთვის მინდაო და ბიჭო არ ვიცი თურმე ცუდად არის ნუ აღარ ნუ ასაკშია და აშეულია და ვიფიქრე რომ კარგი რო გამო ეს არა აი გარდაცვალებიდან ნუ ერთი წელიწადნახევრით ადრე რა და მაგრამ არ ვიცი რომ ცუდად არის რა და ვიფიქრე რომ კარგი რომ გამოვიდე სტუდიაში ჯობია მეთქი და უთხარი რომ თუ არ შეწუხდებით იქნება სტუდიაში მობრძანდეთ რომ ცოდნოდა რომ ესეთ ეს არის უჭირს სიარული რომ მიიქით წავიდოდი თავის სტუდიიანად ხო და ხმარა მოუყე და მოვიდა და აუ ისე შემცხომე რომ კაცი რომელსაც უჭირს სიარული და ის ამოვიდა იმჩენ და მე-13 საათულზე და მაგრამ მე სუიძახდი რომ ისეთი კაი სურათები გამოვიდა რომ იქნება ღირდა რომ მე მგონი სადღაც ვნახე წიგნია მე მის წიგნი გამოსცეს და ყდაზეა შეიძლება ვიღაცა იღებდა იქ ვიდეოს კიდე მაგრამ მე ფოტოებს ვიღებდი რა და ხო აი ეს არის ძალიან დიდი ბანერი მინდა დავბეჭდო ამ ფოტოს და ნაცემი გოგო ეს არის სალომე ბეზარაშვილი აქ როგორ იყო იცი რომ ჩემთვის დგევარ და ნუცუბიზეს სახში მივდივარ და უცებ ბანკანა აჩერებს და ეს ტიპები იყურებიან ვერცეც ვერ ვცნობ და ისაო სად მიდიხარ ტაჯიკია მეთქ მომიტაცეს და მე მივხვდი რომ ეს არის ხო და გუშინ ვათვალიერებ და საერთოდ კონტექსტი არ ვიცი ამან მე მითხრა ჰელოვინიაო და მეთქი ეს თვალჩახატული ნაცემ გოგოსთან ერთად რა ხდება ბიჭო ვაფშე ანუ ორივე რულდა ხო და ვერ ვიცანი რა მეთქი ესენი ვინ არიან სად მივყევარ და აუ ანუ საჭესთან ზიხარ და ეს გოგო და ლისის ტბაზე არა აქ ზის ეთყობა და პროსტო ფოტოს პონჩი ხო და ლისის ტბაზე მიდიოდნენ და მეც ნუცუბიზაზე ამიყვანეს ის იყო ლეჟესთან ჟორჟიკა და ლეჟი აკეთებდნენ ხოლმე და მერიკო ლისზე რო ქონდათ თავის თეთრი კაფე იქ ქონდათ ჰელოვინი და იქ მივდიოდათ აი ეს მაგარი ფოტოა ძალიან აი ეს არის უნივერსიტეტი ეს არის უნივერსიტეტში კონცერტის მერე ატყდა ისეთი ამბავი რომ ატყდებოდა ეხა ამ გონორზე რო იყოს ახალი დანაშენის უნივერსიტეტი ისე ეგ ლეგენდები მესმოდა ამ კონცერტზე აი ეს არის ლადოსაც ბევრს უღებდი ხოლმე იმასაც სხვადასხვა ლადო იყო ერთ-ერთი ხო ვინც
რაღაც დონეზე უვლიდა თავის ჩანაწერებს და რაღაცეებს რა, პარალელურად და. ლადო? ხო, იმიტომ მე კიდეც გამოსცა ის რაღაც დისკი გამოსცა, ჩანაწერები არსებობდა და სხვებთან ხო გეუბნები აი თქვა შალიკასთან დაკარგულია ყველა. ბევრთან თუმცა დაკარგულია. ლადოს შეეძლო, რა ვიცი, 50 ალბომი გამოეცა და რა ერთი აქ. ხო, მაგრამ იმიტომ რომ თუნდაც ის ერთი რო გადარჩა უკვე კაია რა და ხო. აი ის იყო ირაკლი რუსლანზანგი გამოსცა ეგეც შემთხვევითი ამბავი იყო შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ერთი გერმანელი გოგო იყო, იმან გამოცანი ირაკლი, იმან უთხრა რომ აი დისკი გამოცემაში, ეგეც უნივერსიტეტია. ეგ კონცერტია? ეს უნივერსიტეტის კონცერტია, ხო. ხალხი რა დღეში. რამდენია ხალხი? გადატენილი. ეს ხალხი სად არის ახლა? გადატენილი იყო, არ ვიცი. ეს აუ, ეს ფოტო მინდა რომ გდიდად და ეს ხალხი ვინმე თუ არის და გვიყურებს. რამენერთ გვანიშნეთ, რო ცოცხლები ხართ. არა, არავინ არ მეცნობა. ეს რატუსოკა არის? ხა ესენი არ ტუსაობდნენ ესე ჩვენთან ერთად, მაგრამ კონცერტებზე უნივერსიტეტში სწავლობდნენ იქცნენ და აი მაქედან მომდიოდნენ ხოლმე რო იგებდნენ. არა, მან დარი ზუსტად მაგის პარალელურად ერთი ფოტო, სადაც მაგალითად მე აღმოაჩინა რომ იავეკოა. და იავეკო არის პატარა. იავეკო არ ვიცი ისე თუ არა, იავეკოა ძალიან მაგარი მწერალია, გამომცემელია, 7 დღეში ბიზნესთან ერთად მუშაობდა, მე იქ გავიცანი და ჯერ არ ვიცნობ რა, მე-9 კლასელია თუ მე-7 კლასელი და კონცერტზეა რა, აქ არა. და ეს მაგარი ფოტოა. ეს არის ჩუბიკას დაბადების დღეზე, მაზარი მანდეი, ესე. ეს ჩუბიკასთან სახში. სახში ხდება, ხო. გიაყანჩელი იყო კიდე, მოდი ძველებზე მოგიყვებით რა. ესენი თქვენ თონაც კარგად იცით. ერთხელ გიაყანჩელის წიგნი უნდა გამოსულიყო და თვითონ აქ და თენგიზ მირზაშვილმა მითხრა რომ მე მაქვს გასაღები და სახლი არის გადასაღებიო რა. და წავედი და სახლი გადავიღეთ რა კედლებზე რა უკიდი არის, ნუ რაღაც პიანინო და რაღაცები და მე ეს წიგნი გამოვიდა და ბიჭო აი ამ ხელა წიგნია და იქ ვიღაცას დავავიწყდა და არ ჩაწერეს რომ ჩემი ფოტოებიც არის თუ რაღაცა და მე საერთოდ არ მახსოვდა ხო. და მე კონცერტი ქონდა იმაში წინანდალში ქონდა კონცერტი და მე ცავარი კონცერტზე მისული და ჯერისე იდგა და უსმენდა და მე რა კაი ფოტო მაქვს ერთი აქ ვერ მოვძებნე ახლა რომ ჩამეგდო როგორ უსმენს თავის კონცერტს იქ ორკესტრი უკრავს თუ რაღაცა და მე უცებ მოვიდა ეთყობა იკითხა რომ ეს ვინ არისო უთხრეს რომ ეს ფოტოგრაფია წიბახაშვილია და მოვიდა და მითხრა რომ არ ვიცნობ, ნუ კაცახა დიდია ჩემზე და მითხრა რომ ისაო ბოდიში მინდა მოგიხადოთ და ვერ მივხვდი რატომ მეთქი მოთხარი ხო და იცი რომ აი ჩემი წიგნი გამოვიდაო შენ ეგ ფოტოები მიეციო და იქ მე არ ჩაწერესო რომ შენი ფოტოებიაო რა აუ მე უთხარი კიდე კაი არ ჩაწერეს მეთქი და ხო ჩემთან ხო არ მოხვიდოდი და ხო არ ესე ხო არ გავიცნობდი და აი ეგეთი ტიპი იყო რა აი 5 წლის წინანდელი რაღაცა ახსოვდა რომ იქ რაღაცა ისი არ მოხდა რა და ესეთი თან მაგრამ ნუ იმის მერე რამდენი რაღაც ფოტოები გადავუღე ძალიან გამიხარდა რომ ეგრე მოხდა ეგრეც ხდება ხოლმე რა ნუ რაღაცა ცუდი რაღაცა მერე კარგ რაღაცას აიწევს და რა თქმა უნდა ისე ეგ რამდენად გეხება შენი ეს რო არ ჩანს ხოლმე რა იცი რა არის არ დიდათ არ ის არის მიხარი ხოლმე რომ წერია რომ აი ეს რაღაცნაირად ის არის მაგრამ ის რომ ვიღაცას ან დავიწყდა ან არ წერია ან არ საერთოდ თავი მე ხო ვიცი რომ ჩემი მე ვიცი რომ წიგნის გამოშვებაზე იყო საუბარი ადრე მუსიკოსებთან დაკავშირებით ხო იგივე ბაბუნაშვილის უნდოდა ბაბუნაშ არ მე თამუნასგან ვიცი ქარუმიძისგან აი ის ხო იქ მარტო მუსიკოსები არ არიან ის იქ არის თამუნამ გააკეთა ძალიან მაგარი წიგნი არის აი ამ ხელა წიგნი 90-იანებზე იქ ყველანი არის ყველაა და იქ მარტო ესენი კი არ არიან აი ხელოვანი ხალხი იქ არის და სოციალური ფონის და რაღაცეების მე მოხდა ისე რომ კულტურის სამინისტროს დაფინანსება იყო ნახევარი და მეორე ნახევარი ახლები მოვიდნენ და თქვეს რომ არ ჩვენ ამ წელს აღარ დავაფინანსებ და დარჩა აწყობილია წიგნი ვინმე გამომცემელი რომ ეხლა გამიკვირდა მეთქი როგორ არ ვიცი თქო არა წიგნი არ გამოცემულა მაგრამ წიგნი არის აწყობილი რა აი ამას სჭირდება სტამბა ფული და სტამბა აი ვინმე სტამბა გამომცემელი ძალიან მაგარი ტირაჟი მაინც რო დაიბეჭდა ხო რა იმიტომ რომ ნუ იმდენი ცნობილი ადამიანების ინტერვიუებია გივი მარგველაშვილის ტექსტიც არის მაგ რას ლაპარაკობ ინტერვიუებია და ქარუმამ აწყო ქარუმამ იდეაც ქარუმისა იყო რომ მოდი ქარუმას იყო რომ გავაკეთოთ და ქარუმამ და ნინო ფალავანდიშვილმა აწყეს რა
და ძალიან მრავალმხრივია რა, იქ არის ხო გეუბნები ინტერვიუები, ბიზნეს ტექსტია, მისი კიდევ ისე კახათოლორდავას ტექსტია, ხო და ძალიან მაგარი წიგნია რა. ის წიგნი გამოვა, როდესაც ეგ არ არის პრობლემა, მთავარია რომ აი ვიღაცას მოუნდეს რომ ეს წიგნი გამოვიდეს რა და ძალიან საინტერესო წიგნია რა. ხო და მე ვახოს უნდა გაკეთება რომ მოდიო აი ესეთი წიგნი გავაკეთოთ მუსიკოსებზეო. რავი გავაკეთოთ მე ვთქვი ხო მაგრამ ნუ ის ჭირდება რა მას ჭირდება სახსრები ამას ჭირდება სახსრები ადამიანების მობილიზება რაღაცნაირად გადარჩევა მე გეტყვით მაგარ რაღაცას მიმართავ მაყურებელს რა აი ბანკებს და ვიღაცებს ევასებად მაგარი საჩუქრების გაკეთებას აახალწლოთ გზავნიან ხალხს ინფლუენსერებს ამაზე მაგარ სასაჩუქრეს ვერაფერს ვერ გააკეთებთ იქნება აი ხო სამაგიდო წიგნი ქართულ ხელოვნურ ცხოვრებაზე 90-იან წლებზე 80-იან აჰა იდეა აჰა აწყობილი წიგნი მიმართეთ თამუნა კარუმიძის კაკრას ბევრი დრო გაქვთ და ახალ წელს აჩუქებთ ინფლუენსერებს ერთი წიგნიც ჩემამდე მოვა ლიკას მეშვეოდით ხო ხო და ძალიან მაგარი საქმეა იცი იმიტომ რომ ესეთი წიგნები მე აი რო გითხარით ისე რას გადავეკიდე ამ ვივი ინვესტოს მაგრამ რომ ნახე ეს მასალები, როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი, როგორი ახალგაზრდები და თავისუფლები არიან, ეხლა არის უნიკალური მასალა. ეხლა ამას უყურებ როგორც ისტორიას და სხვანაირად განიცდი. მნიშვნელობას ხვდები. ამის მნიშვნელობას ხვდები. შეიძლება სახელმძღვანელო დაარქვა. აი 90-იანი წლების რა ხდებოდა მის სახელმძღვანელო ისტორიკოსებისთვის რა თუნდაც. კი, ხო. იმიტომ რომ პარალელურად სულ იგრძნობა კიდე პოლიტიკური და სოციალური სიტუაცია, ხო? აი ადამიანები, რომელიც თქვათ აი ოლეგ ტინჩემ კონდა ნიკო ცეცხლაძემ გააკეთეს მიწისქვეშა გადაცემაში ეგეთ პერფორმანსი ჩაიცვეს მანეკენებივით ოქროსფრად შეიღების სახეები და ვიტრინები ჩასვეს არც ერთი ვიტრინა მთელი არ იყო საქართველოში და ვიტრინა ჩასვეს და როგორც მანეკენები იდგნენ და შოკის მომგვრელი იყო იმ პერიოდში როცა ყველანი დავდიოდით სხვისი ტანსაცმელით აგდიოდა ნავთის სუნი და რაღაცეები და უცებ ვიტრინასთან გაივლი და ვიტრინაში დგას ორი ოქროს ფერი ადამიანი ჰარსტოხით და შავი პიჯაკით იყო შოკი კიდე კაი მოიპარეს იცი რა აცუჩი ხალხი იყო იქ და აცუჩი მე გამოამტყეს ეს მინები და აი ზუსტად ეგ იყო რომ იცი როგორი რატო გააკეთეს ეს რომ ეს იყო შოკური თერაპიისთვის რა რომ რაღაცნაირად იცი რა ხვდები რომ ნენელა ის ჭაობი უნდა დაიწყოს და ეს შოკი გჭირდება ეხლა რომ მიხვდე რომ ადამიანი შოკური თერაპია რომ ადამიანი ხარ რა და გაზე მოდი რა ეხლა გამოცოცხლდი რა და ბილეთების ჯის კითხვა გვაქვს ესეთი რა ხო არ ყოფილა რამე კონცერტი ან რაღაცა მოვლენა ტუსოკა ჰეპენინგი რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ გადაიღე და ნანობ მაგას. იცი რა არის, ბევრი, იცი ნანობით არაფერს არ ნანობ რა, ხო რომ მაგარი იქნებოდა და აუ ეს გადამეღო. კი, იცი რა, ხანდახან აი მაგალითად მარგარიტას ერთი დღე მაგ გადაღებული. თანაც ისიც ძალიან ცოტა. სავარაუდოდ ან ფირი არ მქონდა იმ წუთში. ფირი 10 კადრი მქონდა ან რაღაცა. და სხვა დღეებში რაღაც მოხდა რომ ვერ წავედი. ხო? და ეს მე აღმოჩნდა რომ და მე იმ წუთში ხო ვერ გზნობ, არ ეს რო იწყება ეს მარგარიტა, მაგას ვერ გზნობ. მაგას გზნობ რომ დამთავრდება, რომ ეს მაგარი რაღაცა იყო, რომ კი, რომ რამდენი ადამიანი, რამდენი სხვადასხვა ტიპის ადამიანი გააერთიან ამან. გაერთიანება არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი რა. როცა ორი ადამიანი, რომელიც შეიძლება გუშინ ცოტა დაჟე კონკურენტად გზნობ თავს და მე ეს რაღაცა გაერთიანებს და გეუბნება რომ არა, ეს შენ ერთად ჯობია რა. იმათეს იმ რეალობაში როცა ეს მოახერხა იმ მარგარიტა რა. კი, რა თქმა უნდა და მე აღმოჩნდა რომ აი მეორე დღე და ვიღაცები ტიპები არ ამყავს გადაღებული და რაღაცა და ნუ გული დამწყდა. კიდე კარგი არსებობს ორი კადრი მაინც. იქ ერთ-ერთ მარგარიტას ფოტოზე ევგენი მაჭავარიანი მყავს გადაღებული. ჟენა მაჭავარიანი, რომელიც ხვდები რომელი თაობის ადამიანია, მაგრამ იმან იმდენი რამე გააკეთა ამ თანამედროვე მუსიკის
თვის ტელევიზორში მე მესმის რომ კონტექსტი შეიძლება იყო იდეოლოგიური და ამ კონცერტს მაშინ გთავაზობდნენ რომ არ წასულიყავი იმაზე წირვაზე იმაზე აღდგომაზე ან სადღაცა მაგრამ ფაქტია რომ სამაგერო საშუალება ქონდა რომ ეს მოგესმინა და ეხლა დღევანდელმა ადამიანებს ჩვენ ვერ წარმოიდგინოს რომ რა უნდა მოსმენას აიღებთ ჩატიც და აჭერ აკრიფავ და მოისმენ არაფერი არ არსებობდა ეს როგორ იყო იცი რომ ჩემთვის ჰქონდა ბითლების დისკები სერიოზული ბითლომანი იყო და ისე რომ მეთხოვა ისიც კი მიჭირდა იმიტომ რომ ვიცი როგორ აი იქ გაფხაჭნელი იყო რაღაც იმას გული გავესკდებოდა ხო და აი ეგეთი სიტუაცია იყო რა რომ აი ვიღაცას ჰქონდა ერთი დისკი რაღაცა რა და ყველა მიცოდა რომ იმას იქ არის დისკი რა იცი რა მაინტერესებს შენ უშუალოდ გართობაში ხელს გიშლის ხოლმე კამერის ხმარება აბსოლუტურად საერთოდ არა ანუ რას გულისხმობ ანუ იმას რომ თქვა თან ერთობი რაღაცა წრუპავ ხალხთან ურთიერთობა და თან სულ გინდა რომ რაღაცები აფიქსირე არის პატარა კამერა ერთხელიანია რა ისე რომ და ისე იღებ ანუ დიდი მომწრუპავიც არა ვარ რა იმიტომ რომ ერთი ჭიქას უმყოფნის ხოლმე თავიდან ბოლომდე მოკლედ ეგ უფრო გართობს თან ესე არა რა თან ურთიერთები თან რაღაცა ისე თან იცი რა ფოტოგრაფია არის ძალიან მაგარი რაღაცა კონტაქტისთვის აი ხა თქვა ლადო ბურუთთან შედიხარ ნახევარს იცნობ ნახევარს არ იცნობ თანადვილია ეუბნები რომ სურათი უნდა გადაგიღო და მე ეუბნები რომ შენ ვინახარ და ის გეუბნება რომ შენ ვინახარ თუ კარგია და მე ნუ ესე ბევრი ძალიან კარგი საშუალება კონტაქტისთვის რა კი მე ხა რეალურად რაც გაჩნდა საშუალება ტელეფონით გადაღების იმდენს ვიღებ რაღაცა მეც ის ვარ ცოტა შიდა რა ქვია სამზარეულოს გადამღები ვარ და ისეთები მაქვს ისეთი ინფორმაციები მაქვს ინფორმაციები რა ისეთი კადრები რაც რეალურად ხო არ ეს არ იყოს არ იქნებოდა ხო და ხო ოღონდ ის მაქვს კულტურა არ მაქვს რომ სადღაც პირადი სივრცე არ დავარღვიო ხოლმე მე რა აი მე სადაც შევდივარ იქ მგონია რომ ამით კამერაც მოსულა და ყველას არ აქვს კამერასთან კომფორტულად ყოფნის რაღაცა და ხანდახან მაგას მაზავ და ისეთ ლაპარაკს ვიღებ ან რაღაცას რომ ჩემი თვალისთვის მოსულა, მაგრამ მე ვიღაცამ რომ შეხედოს ეგ ახლა მესამესთვის რო არ მოსულა. ეგ ცოტა საფრთხილო არის კი რა თქმა უნდა რაღაც დონეზე. შენ ეგ მოზომილობა გააქვს. თან შენ ფოტოს იღებ ხომ თლათ ვიდეოს არის კი და ხმა არ არის და ის არ არის ხო. ხმა არ არის და ის არის. რა თქმა უნდა მესუმ გუდას ჩემ ჯოჯოხეთს. ხო მესუმ გონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის კამერის უკან ვინდკას რა. რომ შენ მორალურად უნდა იყო ნუ რაღაცნაირად ოსუფთა რა. იცი რა, მე მაგაში გეთანხმები 100%-ით, განსაკუთრებით, ეხა მე ძალიან მიჭირს ფოტოების გადაღება. განსაკუთრებით შენ რო გიღებენ. ბენდი, ხო, მე რო ვიღებე, განსაკუთრებით ბენდის ფოტო. იმიტომ რომ ბენდის ფოტო არის დადგმული ფოტო, მე ანუ არ ხო. თან 4 კაცი რო დგას და ხო. ერთი ვаш ბენდის ძალიან რთულია. ბენდის ფოტო მგონია რომ ყველაზე რთული გადასაღებია, იმიტომ რომ უკვე გადაიღეს ესეც გადაიღეს, ისეც სულ რა 5 ხერხი არსებობს ალბათ ბენდის გადაღების, ხო? და ყველა გადაიღეს 100 მილიონჯერ. და აი მანდ მერხევა, ეგრევე ვირის სახე მიხდება და ძალიან რთული. მე ხო ვითომ კამერა და შეჩეული უნდა ვიყო ამას, მაგრამ მეც რო აქედან მდგევარ, ნუ ისე ვიწყებ რომ აი რაღაცა და მე ჯობია რომ მოეშვა. ეგ ძალიან კარგი ის არის, ხოთა შორის მან ჯობია ხოლმე რომ ცოტა დრო არსებობდეს რა. რო იწყებ და მე ეშვები და მე იღლები და მე ერთი სული გაგონდ გადაგიღონ და გაგიშვან და კანჭიაობიდან და პოზიორობის პოზიციიდან ფაზიდან რომ გამოხვიდე და აი ხო იცი სულ ერთი როა რაც გადაიღე. სულ ერთი არის კარგი. ზუსტად. სულ ერთი არის მე. ეხა ეგ ხო ინდივიდუალურად ადამიანებს ეგ ფაზები გვაქვს რა მე ეხა პერიოდი მაქვს როცა უცბად რომ მომიშო რომ შეიძლება რაღაცა თავის ანდრო სახიობი მაქვს ხოლმე არის ის სახის დაყენება. ითქო მაგრამ მდგომარეობაა ხანდახან როცა ცოტათი აჭრილი ხარ და უცბად რო გიშვერს იმის მაგერად რომ მოშვებული იყო რეალურად აი რაღაცებს აკეთე. ხტები ანუ არ ხარ კონკრეტულად იმ პერიოდში. ხო და ფოტოზე ეს ყველაფერი ჩანს რა. ხანესე ვარ ხო. ხო აი იმ დღეს მქონდა გადაღება და ძალიან დავიტანჯე. იმიტომ კი არა ანუ კიდევ ერთხელ ფოტოგრაფია არაფერს შუაში არ არის მე ვარ შენ ვერ ახარ ფორმაში. შვიდობა არ გაქვს მაგ დროს რა. ხო რა. თორე როცა იქ სულ ერთია მართლა მე თვითონ მომწონს ეგეთ ჩემი ფოტოები სადაც კარგად ხო. ხო, რა თქმა უნდა. თან აი ეს არ ანუ ვაფშე ჩემი თავის დანახვა არ მიყვარს რა. ამას კი არ უყურებ. ხო. ანუ აი ეს კამერა ეს როგორც ვარ ჩვენ რომ მე აღარ უყურებ. მაშინდელი ჩემი ფოტოები მაქვს ცოტა. იმიტომ რომ სულ მე ვიღებდი ხოლმე და
და ეხლა მაქვს ბევრი უკვე, იმიტომ რომ ბევრი მიღებს იქით, ახ ციფრულია ტელეფონია ის არის, მე მიგზავნიან და იცი რა მე სულ მაგას უყურებ, რომ აი როგორ ხარ რა და ცოტა selfies კულტურას თუ ნაყოლო. არა, შემიძლია ტელეფონი მაქვს. ეს ტელეფონი რომელიც მაგრამ იღებს. ტელეფონს არა, ხო და იცი როგორ ჯერ ერთი აქამდე მქონდა Nokia 1.6 თვიანი რაც ეს. ხო და ნუ შვილებმა მითხრას ახლა დავაიხ. საზღვარგარეთ მჭირდებოდა ხოლმე ინტერნეტის ისტორიის Nokia და ძალიან კარგად ვიყავი რა. ანუ ხო იცი რა ახალ ტელეფონებში სუპერ საკმაოდ მაღალი ხარისხი. არა, ხო და იცი რომ ვიყიდე ეს მეთქი რა ამითაც გადავიღებ, მარტო რაღაცა დოკუმენტს ვიღებ რომ ხო ეს არის ლადოს კონცერტი უცხოენების ინსტიტუტში რა აქტიურად მუშაობდა ხოლმე და უცხოენების კონცერტი იმაში ინსტიტუტში კონდა კონცერტი რაღაცა ეს რა არის კამია დალეწილი გადაგდებული ალბათ ხო თორე მეორეზე იჯდა ალბათ მეორე ფოტოზე ეს არის ვაჟა ხო ვაჟა ხომ ხატვარი ხო ვაჟა ხომ ხატვარი დრამერი ხო და ესენი ახლა ხატრებთან და ეს არის თემო ჯავახიშვილი პატარა გალერეა გააკეთა და იგი რაღაცა ესეთი თუსოკა ხატრების რა და ანა კორძაი არის მოსული და ვაჟა ხატვარია რა ხო და პარალელურად არის დრამერი არის იმათი აუ მოდი იმას ცალკეთ რო გამოვუყოთ კიდე მინდა შენ თუ იცნობ რომელია ვალერას გაასვენება არის ხო სადაც ჩანს ასევე ფოფხაძე ხო ხო ეგენი თქვათ შორის ფოფხაძე ვინახსენა აღარ მახსოვს თქვენთან კი ვილაპარაკეთ გამახსენდა ხო და უცებ გამახსენდა რომ მამაშენის გამოსვენება რო იყო ის მოუძღოდა იმას რა მოდი მაგაზე ვილაპარაკოთ უბრალოდ ხო და მე მოძებნით რა თავიდან შია ერთი გამოა არა მარხნის აშკარად რა ხო ეგეც ძალიან საინტერესო იყო იცი ჩემთვის რომ თქვათ აი ვალერას გასვენებაში ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა მათ შორის ხო და აი ჩემზე დიდი ვალერა ჩემზე დიდი იყო რომელი წლიანი იყო გახსოვს 59-იანი ხო ნუ 10 წლით დიდი იყო რა მეტი 11 წლით დიდი იყო და ანუ წინა თაობისა იყო რა ის სულიკას თაობისა იყო და ჩემთვის საინტერესო იყო რომ გასვენებაში წინა თაობის ხალხი მოვიდა პატარა თაობის ხალხი მოვიდა ჩემი თაობის ყველა თაობის ხალხი მოვიდა და მე ხვდები რომ როგორი მნიშვნელოვანი პერიოდი არსებობდა და ადამიანები როგორი მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ რომ უცებ აი ესეთი რაღაცა ამათ ყველა საერთიანებს და სხვათა შორის საინტერესო ის იყო რომ თქვათ იმ წინა თაობაში მარტო მუსიკოსები კი არა წერლები მაგალითად ზურა ქარუმიძე ძალიან ბევრი ხალხი ისეთი მოვიდა რომელიც ვერც კი ვიფიქრებდი რომ ესენი დაკავშირებული არიან აი ზუსტად მეც ერთმანეთთან გამიშო მე ხო ვიდექი და სახიობები ვიღაცები მოდიოდნენ მისამძიმრებდნენ და მე ესენი ტელევიზორიდან ვიცი საერთოდ ვინ არიან და ხო ესები თუ არის ხო იმიტომ რომ ის იმ თაობაშიც ეგრე იყო რა ერთმანეთთან კავშირი ჰქონდათ ერთმანეთს აძლიერებდნენ სულ და მე აღმოჩნდა რომ აი ამ ერთმა ამბავმა ესე ყველა უცებერთად შეკრიბა რა ხო და ძალიან სიმბოლური კი არა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ამ ყველაფერს უძღოდა თუ რა ქვია მაგრამ სიმართლე არ ვიცი მამა მიქაელი რომელიც ფოფხაძე რომელიც ერთად უკრავდნენ ერთად დაიწყეს და უკრავ ბენდი ყავდათ Coldplay რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ამ საბჭოთა კავშირიდან წავიდა და თქვა რომ თავისუფლება მინდა რა და მამა მიქაილმა გააცილა ბოლოს რა მე მის შესახებ მე გავიგე ბიძინას დაწერილი ტექსტიდან ბიძინა არა მანამდე ბიძინა ტექსტებს წერდა ხოლმე და ერთ-ერთი ტექსტი ეგეთ ჟურნალი იყო სტუდია ერქვა მარინა ვაშაყმაძე გამოსცემდა ახალგაზრდები აკეთებდნენ რაღაცებს და ბიძინა წერდა ხოლმე და აი იქ წავიკითხე პირველად რომ და ფოტო იყო ეგეთი გიტარაზე უკრავს ძველი ფოტო და იქ ეწერა რომ აი ეს იყო და მე წავიდა და მე იქ ამერიკაში მე ჩამოვიდა ახლა აქ არის და ხო და ეგეთ საინტერესოა რა ეს ყველაფერი ისტორია როგორ იკვრება წინამძღვარია ხო ყველაზე უცნაური იყო რომ ჩემ რეალობაში მე გავიგე ხა მე რაფსიფაშვილისგან აქ მოყვა ეგ ამბავი მე მართლა არ იცოდი მანამდე ხო და მე სულიკა რო გარდაიცვალა სულიკას გამოფენა გავაკეთე ერთი წლის მერე და სულიკას აღმოაჩნდა ბევრი ფოტოები ამერიკაში გადაღებული ფოტოები მისი ფოფხაძის რა აი კიდე ვინ იღებდა და სულიკა იღებდა სულიკა ჩემზე დიდი იყო და სულიკა იღებდა კონცერტებს აუ სულიკას აქვს ერთი მამაშენის კონცერტი და მეების კონცერტი რა ქვია ბლიცების კონცერტი ალბათ ბლიცები არიან
ისეთი ტანსაცმელიაცია სპორტის სასახლეში, რამხელა კი. როგორი ფოტოებია, ვერ წარმოიდგენ ეს თბილისია. აი ვერ წარმოიდგენ. ვერც ტანსაცმელით, ვერც აი მდგომარეობით, ვერც ხალხის რაოდენობით, ვერ წარმოიდგენ რა. ის იყო რა ქვია რა, ციგროვი შარვლით კი. და გზელითმებით და ასუბერავენ, იცი. აი ეს არის ქარუმა. ეხა ირაკლისთანა ვარ, თამუნა არის ქარუმიძე, ირაკლისთან ვარ. ირაკლისში არ ყვია. აი მე თითბეჭო წიწილა ნახე რა პატარა. აი მე ამ დროს დავინახე პირველად. ესეთი. ეს მე მგონი უკვე გერმანიდან ჩამოსულია. ძიმა ჩიკვაიძესთან დავდიოდ რაღაც. ეს არ ვიცოდი. ეს არის უკვე გერმანიდან ჩამოსულია მე მგონი. თამუნა თუ ირაკლი? არა, თამუნა. ეგ არის სადღაც 98-19 წელი ალბათ და არა, შეიძლება ეწერება, შეიძლება ისა წელი ზოგიერთ საწერია, ზოგიერთ მოახერხე და იცი რა არ მეზარებოდა და ვაწერდი რომელიც წლის ნეგატივებიდან არის, ზოგს არ აწერია და ეს არის კონცერტი, ეს არის ძალიან უცნაური კონცერტი იყო. უცნაური კი არა, საინტერესო მე თუ მკითხავ, იმაში, მოიცა, რა კლუბ ყაზბეგში. კინოთეატრი ყაზბეგი არსებობდა, მე კლუბად გადაკეთდა და იქ არის კონცერტი და აბსოლუტურად სხვადასხვა ბენდები უკრავენ. მან კაკადუს ფოტოც უნდა იყოს, ირაკლის ფოტო უნდა იყოს, ნიაზის ფოტო უნდა იყოს. კიდე რა ვიცი ხა აღარ მახსენდება, მაგრამ ძალიან ბევრი სხვადასხვა ბენდები უკრავდნენ, რაც ძალიან საინტერესო იყო. ეს ერთი პერიოდი ეს კლუბი კარგად მუშაობდა, სხვათა შორის. ეს ყაზბეგი უბრალოდ ჩვენ პატარები ვიყავით მაგ დროს, დიდად ვარ ნამყოფი და. აი კაკადო, აი ნახე კაკადო. ნიკა წერეთელია? არა, სიხა ეს. შეიძლება სიხა, ხო? ეს სიხა, ის კაკადუ. ხო და ამ წუთში ახლა ეს რომელი ბენდია, მე ვერ გამოვიცნობ, კაკადოს კითხეთ. ეს afternoon version-ია მე მგონი. მაგრამ კაკადუ რატოა? კაკადუ უკრავდა მაგათთან ეს ვიდეოც არის. ერთი კონცერტი თუ ერთი სიმღერა თუ რაღაცა ეგეთი. ხო და თან იცი როგორი პერიოდი იყო, რომ თუ სადმე რამე ხდებოდა და ვიღაცა გეპატიჟებოდა, ყველა ვარიანტი გინდოდა რომ ისულიყავი რა. რა თქმა უნდა, მაშინ სად იყო ეგ? ეს ფუფუნება იყო გენაცვალე კონცერტი. წელიწადში რამდენი იყო სულ? აი ერთი კონცერტი მახსოვს, წეღანას დავიწყე, მე მგონი სტადიონზე გააკეთეს. ვინ იყო ორგანიზატორი არ მახსოვს, მაგრამ ბერმუხადან დაწყებული. ბერმუხა იყო ეგეთი ჯგუფი, არ ვიცი კამ ბაჭიკი რაღაცა. აი ესენი ეს არის ეს მოგელაძეა, ის კაკაბაძეა, იმაზე უკრავდა, ეს შუშიკა, ხო. და დრამზე სალაღიშვილი. ხო, სალაღიშვილია, კი. 96 წელი. იგივე კონცერტია. ანუ იქ ხო და ამ ხო გეუბნები ძალიან სხვადასხვა ტიპის ბენდები შეიკრიბნენ და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხოლმე, რომ ამათ შეეძლოთ ერთად თქვენს ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ თქვათ როკი და ისადე ხო და აი ნიაზი, ხე? აუ რა პატარა ნიაზი. ეგ ზუსტად ერთი დღე არის, ანუ ერთი დღე არის კი და ალბათ თითო ეშს უკრავდნენ სულ და როგორ გავს თავის შვილს ნიაზა? თუ შვილი გავს? ისე ლეპტოპი უნდა მომეტანა მე მგონი. მოვიტანე ლეპტოპი. აჰა, ლადო უკვე. ბებერი ლომი. ხო, აი ნახე ეს უკვე ცოტა გვიანდელი ფოტოა რა, მე უკვე ციფრული ფოტოა, მე მგონი აქ საერთოდ იმიტომ მივედი რომ ლადოზე გადაც იმას აკეთებდნენ, სტატიას აკეთებდნენ, ფოტო ჭირდებოდათ და გუჯაზეც მამამისზე და აქ არ არის გუჯა, მაგრამ მე გუჯაც მოვიდა. ეგეთ ფოტოა რა. აი ეს არის ბიძინა, აი ეს არის თეონა. თეონა, შენ ციცნობ, შეჭება კომუნიკატორში. ხო. ბიჭო, ესე ვერ ხვდებოდი და ხო. აი ბიძინა და თეონა, რავი, რაღაც საკეთებდნენ. ჩვენი ძმა. დათვეული. აი ეს არის პირველი თვალწები, პირველი ოპენი არის იმაზე იპოდრომ, ძველი მორდრომზე რა. ხო და ესეც ხო ძალიან ისეთი იყო რა. აღირავებული ხალხი. ხო და ისეთი რაღაცა იყო რა, ეს რეალურად მოვლენა გაიჩიტა რა. ეს როგორ რატო? არა იქ რა, ის რეები ხდებოდა, იცი როგორ შეიძლება ვირას აკეთებდა. გოგოა? ეს არის ირაკლის კლიპი. აი ეს არის ბალერინა ეს გოგო. ვიღაც ბალერინას თხოვა რომ მოდი ცოტა იცეკო. იქ მისი ცოლი და ერთი მოდელი კებში იყვნენ. მე ვიღებდი, ვიღაცა ოპერატორი იყო და ნუ აი რაღაცა არ ვიცი მე ეს იგივე ვიდეოა, წეღარაც იყო ფოტოშლაპით რო ისდა. ხო, და აი ეს არის კლიპის გადაღება რა.
ეს ის არის შალიკ. აი ეს არის შალვა ფანცულაია და ეს რაღაცა ჯგუფი ყავს. ეს ჯგუფი არ ვიცი არც მომისმენი ალბათ ალბათ hard rock-ს უკრავს. ალბათ კი, ხო და აი შალიკა ძალიან მაგარი ტიპი იყო რა. ეს არის შუბიკას დაბადების დღეზე. მაიცა, თელი გოსლავი. ხო, გოსლავიც მანდ იქნებოდა, აბა რა. რიგში არის ყველა. ხო. ლელაკო. ხო და usmenen იმას. ლელაკო ტუსა. ხო. ტუსია, კი, ტუსია. ეს ნიკა არა. ხო, ნიკა კი ბატონო. მაია არ არის. კი, მაია. და ჩუბრიკა. კი და usmenen ამათ. ეს ვინ არის ეს კედელთან და? ეს ის არის, რა ქვია? სუყოა, კი. ვერ ხედავ ეს. სუყოა. ეს არის კაკადო იმაში. კაკადო ყაზბეგში. ირაკლისთან უკრავს, ხო? ირაკლი. ხო. ირმა. ესეც აი ეს რამდენი ხალხია ყაზბეგში? გაჭედილია, ნახე რა. გაჭედილია. და აი ნახე, თქვა ეს ის არის კინორეჟისორია ბადურაშვილი. აი აქაც სხვადასხვა თაობის ხალხი იყო სულმასული რა. პატარები რომლებიც და დიდები რომლებიც და ყველა უსმენ ნახე რა ამბავია. მაგ დროისთვის ამდენი ხალხი ბევრია. ეს არის კაკადო, აი ეს არის კინოს პერიოდი. იმას რო იღებენ წეღარო თქვით ორფეოსის სიკვდილი თუ რაღაცა, აი ესე იყო კაკადო, ესე გამოიყურებოდა. იმ ფილმშიც არის კაკადო. ის რა ფილმში ეგ პერიოდია. ეგ პერიოდი, მაგრამ მე მგონი იმ ფილმშიც არის. არ მახსოვს. აი ნუ არ ვიცი, მაშინ აი ეს მაშინ არის გადაღებული და აი ამასაც როგორი თმები აქვს, ხედავ, მაშინ ირაკლის ქონდა ესე, ამას ქონდა და მაშინ ძალიან ესე რთული იყო ეგ ამბავი რა. აი ეს არის ამორალი. აი ეს არის ამორალი. ჯერ კიდე ამორალი ქვია, ჯერ წერილი არა. კი, და იქ ეს არის დათოთოიძე, კი არა, გია თოიძე, ბოდიშა ეს დათოთოიძე, ლევან სვაინძე, ჟორჟიკა და კირპიკი. ხო და ეს სათხდება, იცი? ეს არის რომელიღაც კორპუსის სხვენი და იქ რეპეტიციობდნენ, იქიდან იქ ბნელოდა, ვერ გადავიღებთ და გარეთ გამოვიყვანენ რა. ეს ლადო გაბრაზებული. ეს ძალიან კაი ვიდეოა, კლიპიდან არის ეს. არის? კლიპი პარალელურად არის, ხო? აი, ეს არის. ეს არის ჟენია მაჭავარიანი. ეს არის აი მარგარიტას შეიძლება ინტერვიუებს წერენ თუ რაღაცას წერენ მარგარიტას პერიოდია რა. და იქ რა ფორმით იყო, ანუ იქ მე მგონი ჟიურიში იყო თუ მოგრეთ იქ იყო. იქ იყო რა. პირველ არხს ხო არ ხონა მაგის გაშუქება? შეიძლება მეორე არხს ქონდა, არ ვიცი. არ ჟენია მეორე არხზეც? არ ვიცი. მაგრამ ფაქტია რომ მუსიკასთან ახან იყო დაკავშირებული, ჟენიამ მოიწვიეს. აი ეს ძალიან მაგარი ფოტო არის, ეს არის კლუბი ახალგაზრდული. დიახ. ამორალი. გიათოიძე ხო არის ლუკან ლევანსვაინძე და გიტარაზე, აი ხა აქ არ ჩანს, მაგრამ მე ვიცი კოტე კალანდაძე არის. ის კოტეა? კოტე კალანდაძე არის. ხო და ეს მე მგონი ამ ახალგაზრდულში რადოს დაბადების დღე იყო ჩვენ ანუ ნახე მე და კოტე უკრავდა ამორალში მე უკრავდი ბაკურ ბურდულთან და მე ცალკე ჩვენ მქონდა ბენდი კიდე მაშინ ხო პარალელურად და მან გამოვედით გალადომ გამოგვიყვანა და ჩვენთვის ეგ იყო მაგარი რაღაცა 15 წლის ვარ წარმოიდგინე ესეც იქ არის გადაღებული ოღონდ თან არ ვიცით ვინ ეს არის ალექსა მარგო ესეც სადღაცა სპორტის სასახლესთან მოდიოდნენ მე მივდიოდი შევხვდით გადავიღე დავშორდით რა წიცილა ორი წელი ნინკა ფერაძე და მე ეს არის იქ სად ეგ არის ის ლადოს დაბადების დღე ლადოს დაბადების დღეზეა გადაღებული ო აიო აგარია ეს ნახეთ ეს აქცეული ხალხი ვინ არის? მე ვიცი უბრალოდ. შემახედე და აბა თუ გამოიცნობთ ვინ? აბა შემახედე ჩვენს. ცოტა წარმოუდგენელია, მაგრამ ეს არის ბაკურა. და მე ვარ ეს. და სათხდება. ეს არის ახალგაზრდულში. იგივე არის და გახერხეთ? გავხერხეთ და ბოლოს წავიქეცით და ვიგორავეთ სცენას. დათვების გოროობა. ანუ ეს თქვენი გამოსვლა. დათვები არ ვიყავით. აჰა, ბაკურა ძიმა დადიანი ეს ვინ არის აქეთ? არ ვიცი. ეს არის ირაკლი ფილარმონიაში გამოდიოდა ნანი ბრეგვაძესთან ერთად მე მგონი. და ეს კულისებშია გადაღებული. ეს არის ფილარმონიის ისა ბუფეტი, ხო? ხო, მაგარი ბუფეტი იყო. ის არის შანშიაშვილი. შანშიაშვილი. მე თქმა. და ის უკან
უკან გიას რაგვარია გია? სპისოვი. გი. ასპისოვი. გი. აქ რა ხდება? ეს თათუსა? ეს ცინცაძე არის, ისა კომპოზიტორი გარდაიცვალა. ის არ ვიცი შუაში ვინ არის. აი ირაკლი არის ლადოსთან. ნახე, ხო არის შუღლი ვითომ და რამე. ეგ არის ძალიან ხშირად 98 წელი და ირაკლი და ქეთათო ხო, არის ძალიან ლადოსთან. ხშირად ირაკლის მნახველობდი ლადოსთან. კი ბატონო, ხო, მახსოვს და არა. ქუჩაშიც და იქაც. ხადურა. ბიძო ხადურა და კაკადო. ვაიმე რა პატარა ხადო. ესე იგი ორი იყო უკვე ჩვენთან სუმბრად. ბიძინა მაყაშვილი დაგვრჩა. ხო და მაშინ ხადურა არც წერდა, არც კითხულობდა მეთქე. და ბიზინა წერდა და ეს მაგარი ფოტო იყო. ეს არის, არ ვიცი. აჩიკო სამხარაძე. ეს სად არის გადაღებული? ირაკლი დოლიძე. ბელინსკზე არის გადაღებული. რამე ფესტივალი ხო არ იყო? აი ხა გამახსენდა ეს სასტავი უკრავდით ჩვენ. ხო, ლადომ გააკეთა ფესტივალი და ბელინსკზე ყველა ბარში იყო ლაივები. ხო, და ერთდროულად ხდებოდა. ხო, აი ეს არის ბელინსკის გადაღება. ეს არის ლადოსთან, ის არის ქრისტინე იმედაძე. ხო, იმედაძე და აი ხა თქვა აი ლადოსთან, ქრისტინე მაშინ ჯერ არც მღეროდა, პატარაა რა. ეს არის სოფო უკრავს ეხლაც. ეხლა კაიხანი არ მინახავს. დიდი ხანი მე მგონი საქართველოში აღარ ცხოვრობს, მაგრამ ძალიან მაგარი მუსიკოსია, ხო? არის. ასლანიშვილი, სოფო ასლანიშვილი, ხო? ლადოსთან კონცერტი ქონდა, როგორც ჩანს. ჟორჟიკა და სუჭია კი. სუჭის მაშინ ქონდა ჟურნალი. ცხელი შოკოლადი ზუსტად მაგ დროს დაახლოებით. მე ქონდა ხო. ეს არის მზიური. ჟორა, ბაკურა და ვიღაცა. ეს არის შალიკა ფანცულაია, რო გითხარით. აი უკან არის ჩემი გადაღებული არის ფოტო, უიკენდი აწერია. ეს აწვებოდა რომ მოდი კრეზი შუგერი დავარქვათ და იმათ არა უიკენდი. ეს მაგარი პოპულარულია უიკენდი. არსებობს? არა, სხვა უიკენდი. ორი სხვა არის უიკენდი. აი რა გეკეთა. ბიანდელია ეს ერთ-ერთი ბოლო ფოტოა ჩემთვის ირაკლის. ეს ვინ არის? ეს ვინ არის ვიცი, მაგრამ სად არის არ ვიცი. მიროს რო ქონა სტუდია გახსოვს პლეხანოვზე. ფოტოები რო გადავიღეთ, ეგ ხო არ არის? არა, თუმანიშვილის თეატრში იყო ის და არა, ეს არის სადღაც 2008-ის მერე შევიჭერი მეთმები. რეზო კიკნაძე. რეზო კიკნაძე. და ჩემთან სტუდიაში ეს ხო ეხა ეგ მინდოდა მე თქვა ჩემი სტუდია, კი და ჩემთან იყო და სტია. ესე ჟურნალისტვის გადავიღე, ძალიან მომწონს ხო დადგმულია. აი ესეთია, ნუ არ ვიცნობ ეს სტიას, მითხრეს რომ პორტრეტია გადასაღები, სადღაც წავედით ის რომ გადავიღე როგორც ნათიო სართანიას და არა როგორც სტიას. ხო, ნუ ვისა და აი ეს საწავედით ის რომ წერეთლის რაღაცა ობელისკი როა ხო, მივხვდი რა. უკან ის ფონია რაღაცნაირ. ეს სტრანი სურათი გამოვიდა. მე მეგონა ისა რაღაცა დარბაზი და ეკრანები მე. არა, უკან არის ქანდაკებაა თუ რაღაცა. ეს ახალი მადერნმანდის რეინკარნაცია, როცა კოდეგალანდაძე დაიმატეს. ხო, რეპეტიციობდნენ და ეს რა ხდება? ეს ის არის. ბათუმელები კაცო რა ქვია. ნინო ქათამაძეა. ეს ნინო ქათამაძე. ეს არის ნინო ქათამაძე, ეს მისი ჯგუფი არის. ვენაში არის გადაღებული, ეს ავსტრიაში ვიყავით ერთად. ეს უჩა, ეხა უჩა, ხო, დავარეგისტრირე ეხა. ესეც ისე, აი ეს ეს ცნობილი ფოტო რო დაათრევენ იქ შენი. ხო, რუსთაველზე არის გადაღებული, просто მივედი რაღაცა ლაპარაკობდი, მეთქი სურათს გადაგიღებ და წავედი. ლადო დებს ძალიან ხშირად ამ ფოტოს. კი, ხო და გადამწვარია. უკან ნახე თბილისი გადამწვარია. უკან ის არის თავისუფლების მოედანზე. თავისუფლების მოედანი, ხო. ეს არის soft eject-ია. ზიურში მე მგონი. ზიურია soft eject-ია. ეს არის ლადოსთან წყნეთში. წყნეთში დაბადების დღე იქაც კაიტოსოკები იყო ხოლმე რა. კაიმწვადაობა. კი. ეს ბასი, ეხა აქ გოგაში. აუ ესე ყველა ბასი იცი ვისია? ხადაობ. იცი ხო რა შენ ფოტოგრაფოზე ლაპარაკობ, ხო? ეს არის მარგარიტა ზიურის ფესტივალი და ეს არის Young Georgian Lolitas-ის პირველი გამოსვლა. ეს თქვენა ხარ? ჩვენ ვარ. ხო.
ეხლა ამ სათავით ვერ ხედავ ბახალა და დუდკა. აი ეს არის კლიპის დროინდელი ირაკლის ერთ-ერთი ფოტოა რა და ბიტლს ეს კლუბი. ბიტლს კლუბია მაშინ რეაქტიული კლუბი ქონათ კოტეს და ირაკლის და ძალიან ბევრს თანამშრომლობდნენ რა ტექსტებით იმეებით მე მგონი ეს ვიღარც არ ყვევენ ახლა რომელიც რიფის დაწერილია იმ წიგში არ წერია გვარები ვისი რა არის და ხადურა ლადო იღებს ხადურას ვიყო ხოლმე ხადურა ლადოსთან ვიყო ხოლმე ბაჩი და ეს არის შუშკასთან სახში და დომინო იმას უბერავენ ნარც კონსერვატორიასთან ძველ სახში ხო всё მე მგონი ეგ არის მორჩი ხო და აი ეგეთი ფოტოები ხო გეუბნები თან ეს ავარ შეიძლება მეტი მოიძებნოს ბევრი რაღაცები ხანდახან მახსენდება ხოლმე რა ის ხომ გადაღებული ეს ხომ გადაღებული მაგრამ ამას უნდა მაშინ მაძებნა და ყველაფერი და პრინციპში არ იქნება ცუდი იდეა რომ რაღაცა ან წიგნი გაკეთდეს ან რაღაცა ფასა გაკეთდეს ამ იმეების და ამას მე ძალიან საინტერესო იქნება თეონასთან მართლა ნახვა რეები აქვს რომ ის იღებდა თვითონ ის გადაცემები აღარ არსებობს შეიძლება არის წესით სადღაც უნდა იყოს არქივი ხო არსებობს რავი ის ძალიან საინტერესო იქნება ის რომ მოიწიოს და იმიტომ რომ ეხლა მოგეჩვენება რომ ძალიან პრიმიტიულად არის ალბათ ის გაკეთებული ხვდები როდის კეთდებოდა მაგრამ საინტერესო იქნება ძალიან საინტერესო იქნება ჩვენ კიდე ერთი რაღაცა პატარა რუბრიკას ავიდვაქ რა რო გითხარით ჰერიო რა აი ეს არის ქართული დინამიკი პირველი მე სხვა არ გამიგია და ამის ფარგლებში ესეთ რაღაცას ჩალიჩობთ ხოლმე რომ აი წამოწიოთ უცნობი ქართული მუსიკა რა აი ისეთი რომ ჩვენ ძალიან მოგწონს მაგრამ რატომ რაღაცა მიზეზების გამო ზედაპირზე ვერ ამოვიდა და ვერ გაპაფსავდა რა ასე ვთქვათ ახლა რა ხო და რამე ხო არ გაქვს ეგეთი რომ არა ხო და ხო გეუბნები მე ძალიან არამუსიკალური ადამიანი ვარ მეთქი და ის არის ვიცოდი წინა გადაცემები რომ მოვისმინე და სულ ფიქრობდი მაგრამ აი ვერაფერი ვერ გავიხსენე ერთადერთი ისე შალიკას იმიტომ გითხარით რომ აი არ მახსოვს მისი მუსიკა მაგრამ აი ვიცი რომ მუსიკას თვითონ აკეთებდა ტექსტებს თვითონ წერდა და აი არაფერი აღარ არის ჩანაწერი არ არსებობს ალბათ არ ვიცი შეიძლება არის და არ ვიცი სად არის შეიძლება ის ლექსები არის სადღაცა და არ ვიცი სად არის რა და აი თუ მოიძებნება ძალიან საინტერესო იქნება იმიტომ რომ იცი იმიტომ კი რომ ეხლა ის რაღაცა განსაკუთრებული იყო მაგრამ ნუ იყო და ნუ აი არავინ ბახალ მაშინ შენ გევასება ეგეთი რაღაცების ამოქეკვა შენ თქვია ვიტყვი როდრიგესის sentimental ქვია ხო ტრეკს ესე იგი როდრიგესის sentimental როდრიგესი თქვათ ვინ არის როდრიგესი იყო ჯგუფი ეგეთი ნიკას დათო სვანიძე არის რა და რა იგივე ნიკას ბასისტი იყო ლოლიტას ბასისტი მე ლოლიტების მე გააკეთეს მაგან და ლევან სვანიშვილმა როდრიგესი ეგეთი ჯგუფი რომელიც 1-2-3 წელი ძალიან აქტიურად იყო მაშინ ბაზარზე ეგ არის სადღაც 2007-დან ალბათ 9-მდე 10-მდე კი და ან ძალიან ის იყო ძალიან კარგად ისმინებოდა იმაზეც იყვნენ ელექტრონაუტებზეც აი ხო რაღაცა ბევრი ჩავრთავ მე ძალიან მევას ძალიან საოცარი იყო და მე ვიყავი რაღაც პერიოდი მენეჯერი აუ ძალიან მაგარი სიმღერა იმინა თავის ტექსტი ან ყველაფრიანად მაგრამ რაღაც გამახსენდა
იცი რა ვიდეო? რა არანჟირება? აი ხა სად წავიდა უცებ კლავიში. იცი რა ვიდეო მაქვს? ვისაც დაუწერა თინას ეს სიმღერა. რო გააკეთა, ჩაწერა მარტივი მაქვს. ოთახში თინა სადღაც ამერიკაში ოთახს იცი რომ და მე შევდივარ სუმას ოთახში და ძალიან საყვარელი. მოკლედ, მაგარი სიმღერა აღწერაში იქნება და მოусმინეთ აუცილებლად, ბავშვი მთელი ალბომია ძალიან კარგი რა. აუ კიდე მინდა ერთი რაღაც თქვა. დაბადების დღეზე რომ მაჩუქეს ამერიკაში მიყიდეს, იქაურ ბუკმარკეტზე ესეთი ბობ დილანის 74 წლის გამოცემა არის Warner Brothers-ის და არის კლავიშის პარტიტურა და გიტარის პარტიტურა, ორივე თიყან ყველა ტრეკს. ერთი არ გაგირჩევია. ბიჭო, საოცარი რაღაც არის გამირჩევია, ხო, სადღაცას მომინდება. შენ სად არ ზროცადო. ბიჭო, კლავიშზე გამიჭირდება რეალურად. არ შენს რო თხოვო. რატო? რა რატო? შენა თვითონ წერდნენ პარტიმეებს. არა კაც. მე ვიღაცა წერდა ხო. ალბათ, ხო, თავის ტექსტებით არის და ანუ ორმაგი ის არის რა, გიტარის და კლავიშის ნოტა. და ძალიან მადლობა აკაკი ჩინჩალაძეს. რომელსაც ეს ზმუკიდან გამიკეთა საჩუქარი, მაგრამ გაუკეთა საჩუქარი. რა ჩვენი? მადლობა. რობერტ ციმერმანი. ძალიან გამახარა თავის რობერტ ციმერმანი ყოფილა ბობ დილანი. როდენ იყო ბობ დილანი და მე როცა ისა რა ფსევდონიმი აიღო არტისტული თორე ეს დაიბადა ბატონი რობერტ ციმერმანი. ძალიან კარგი. აუ იცი მე მგონი საოცარი ეპიზოდი გამოგვივიდა. შენ რამე თავში ცალკე არ გაქვს ესეთი მოხაზული, რაზეც გინდა ისეთ რაღაცებს შევეხოთ, რაც შეიძლება ჩვენ არ მოგვსულია თავში. იცი რა არის, აი რა არ ვიცი, ეგრე აი ფოტოებმა სადაც წაგვიყვანა იქ ვილაპარაკეთ. აი მე მსում მგონია ხოლმე რომ ეს გავლილი პერიოდი რა რაც მაშინ როცა ეს ხდება შენ მაშინ არ ფიქრობ ამაზე რომ ეხლა მე ხდება და კიდე კარგი ეგარი კარგი რომ ცოცხლად მიყვები აი მე მაგალითად იქ ყოფნა მინდოდა ხოლმე იმიტომ რომ გწნობდი რომ აი ეს გაერთიანებული ენერგია რომელიც არის რომ ეს შენი ენერგიაც არის რა და რაღაცნაირად ეს მგონია ხოლმე რომ ერთად მუშაობა ერთად რამის კეთება ძალიან აი ათმაგებს რაღაცას ხო და მგონია რომ აი ეს მაშინ ეს ხდებოდა და ყველა სჭირდებოდა მე ამ გაათმაგებულმა ენერგიამ და სხვადასხვა იმანაც რომ ეს მაშინ არ იყო დაკავშირებული კომერციასთან თუ ბიზნესთან რაღაც ხრივ იყო კარგი და გაანთავისუფლა სუფთა შემოქმედება დატოვა რა იმიტომ რომ როგორც კი მე ეს პროდუქტად იქცევა ხოლმე ხო რაღაცა თვითცენზურა ირთვება რომ პროდუქტს ჭირდება რაღაცა შეფუთვა და შენ თვითონ და ლოგიკურია გერუძახრო ცუდია ეგ არის ლოგიკური და მე ეს ყველაფერი რაღაცნაირად პროდუქტად უნდა გადაიქცეს მაგრამ როცა ეს თავიდან არ არის მაგაზე გათვლილი და უბრალოდ არის მისი სურვილი რომ შენ ეს გამოიტანო და გამოთქვა ეს აკეთებს აი თავისუფლებას რომელიც მაშინ იყო ეს მარტო მუსიკაში კი არ იყო ეგრე მხატვრობაშიც ეგრე იყო აი ხა თქვენ მამაშენმა დაიგოთ რომ ეს ბლიცი გააკეთეს ხო რეალურად სარისკო ამბავი იყო ხო ის მარტო ის კი არ იყო რომ რაც უნდა ისაკეთონ ხო და არავინ არ გაფინანსებს არა სარისკო იყო მაგრამ სხვანაირად ხო არ შეეძლოთ არა აი რისკის ქვეშ აკეთებდნენ და ის გაცილებით უფრო მე ენერგიული იყო ხოლმე ვიდრე რომ აიცი რომ ეხლა ამას გააკეთებ ამასაც შეფუთო და მე ესე გაყიდე ესე რომ შეხედო კიდე რისკს ახლავს თავის ადრენალინი რა რაც კიდე სხვა ენერგიას გაძლევს საერთოდ თუნდაც და მშვიდობიან პერიოდში რაღაცების კეთება და აი რთულ პერიოდში სადაც რაღაცები არ მოსულა მართლა დიდი სხვაობა მგონია ენერგეტიკულად რა მოდიოდეს ესე იმიტომ რომ ადრენალინი არის ტიპი რომელიც გაფეთქებს სხვა რაღაც მაქსიმუმს გაკეთებს და იმას გონებით კი არ გაკეთებინებს რაღაცნაირად გაკეთებინებს ხო მაგრამ ფაქტია რომ მე ესე გაკეთებული რაღაცა როცა მაშინ სუიცი რო არა შანსი არ არის ამის გაყიდვის და მონეტიზირების მე აღმოჩნდება რომ ისეთი პროდუქტია რომ 10 წლის მერე არის მნიშვნელოვანი და ეხლა რო ლაპარაკობთ რომ დაიკარგა რაღაცეები და მარტო მუსიკაში კი არ დაიკარგა ხატრებმა დაკარგეს ბევრი ნამუშევრები იმიტომ რომ არავინ არ ანიჭებდა ამას ესეთ
ეგრეა, რა ვიცი, ხა მე სიმართლე რო გითხრა, ეგრე ვარ რა. ანუ რო აკეთებ, უშვებ კიდე მაგას რა. კარგი. კიდე კარგი რა, იმიტომ შენთვის აკეთებ და შენ თავარი პროცესი ხო, ეს რაღაც აღიბეჭოს და მე ძეგლი დამიდგან მაგაზე. კი და მე მოსაწყენიც ხდება, როცა უკვე ისინი შედგება რაღაცნაირად და მე სხვები იწყებენ ამაზე რა, ცოტა ისა გაქვს რა. ფოტოს გადაღების არ იყოს რა, ნო? ხო და მაგრამ ნუ მაგას ვერ გაიქცევი, თუ რაღაცა კარგი იქნება, ის ყველა ვარიანტში უნდა შეიფუთოს მერე და უნდა დარჩეს როგორც მოვლენა, ხო? და მე სხვა მოდის იმაზე. ახალი თაობა მოდის ამაზე. ეხ სულ ვიძახი ხოლმე რა, რომ თქვათ მამუკა ცეცხლაძე იყო პირველი, მე ვიცი, ვინც საზოგადოების თვალწინ არტისტული პერფორმანსი გააკეთა. ეს არის 87 წელი. ვაუ. და იცი როგორ სარისკო იყო, რომ მანამდე მხატვარი ერქვა, რომ ადამიანი ზის და ხატავს და მე კედელზე კიდევს და რაღაცა რა და უცებ გამოდის ეს მხატვარი პერფორმანსს აკეთებს, რაღაცა თვალახვეული, ქათამს აჭმევს და ასმევს წყარს. და ძალიან სარისკოა, რომ შენზე არ თქვა, რომ გიჟი ხარ. და ადამიანებმა ეს გაიგონ, რომ ეს არ არის თამაში. ხო? და დღეს ახლა ყველა მხატვარი, რომელიც აკადემიაში ამბობს, წინასწარ იცის, რომ პერფორმანსი არის ერთ-ერთი ფორმა გამოხატვის და გაცილებით, იმიტომ რომ იმან 87-ში ის გააკეთა, შენ ახლა ადვილად აკეთებ ამას. იმიტომ რომ იმან უკვე თავის ზურგზე იწონია აი ეს გარდატეხის მომენტი, რომ ეს გიჟი ხო არ არის. ხო? და ესე ალბათ მუსიკაშიც რა შენ რაღაცას გააკეთებ, მე და ის ნორმად გახდება, ისე ვივიენ ვესტვუდის არ იყოს, ხო? მე უკვე ადვილია დახეული ჩურქების რა თქმა უნდა, ოპერაში ჩაცმა. ხო, მაგრამ ის განთავისუფლებული ადამიანი, რომელმაც იქიდან მიიღო საკვებად თუ რაც არის რა, მე ის კიდე ხო სხვა შედეგს და სხვა უკეთესი თავისუფლების აღმოსახედან ახალ თავისუფლებას აკეთებს რა, მე ხდება რომ დახეულს დაკემსილი ჯობია. ასე რომ ის პირველი ნაბიჯი და პირველი სართული, ან ის არის რა, ბაზა არის ალბათ, რაც უნიშნულოვანეს. და რაც 90-იანებში და 80-იანებში არ ვიცი იძულებით თუ არ ვიცი ესე დალაგდა თუ რაღაცა იყო. იყო, იმიტომ რომ ეს უნდა შეცვლილიყო რა. უნდა ცვლილებები იყო, ცოის რო აქ რომ მისძონ პერემენო, აი ეს იგრძნობოდა, რომ ეხლა არის ცვლილებები სტრო. ხო და ეს ცვლილებები მოითხოვდა ახალ ფორმებს და მოითხოვდა თუნდაც აი გიჟურ რაღაცებს. ახალ სილებს სახეში. ხო. და მე ამან მოიტანა ახალი ცხოვრება. რეალური შედეგი დღეს რო სოციუმის დიდი ნაწილი კულტურული ან მეტად კიდე უფრო და ცნობიერად ამაღლებული და მუსიკალურად განვითარებული თუ მხატვრულად თუ ის არის რეალურად ის ბაზა რაც მაშინ მიიღეს იქიდან. ხო, მაშინ დაიწყო პრესონად. ინფორმაციის ისეთი ნაკლებობა იყო, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, უარყოფითი ინფორმაციაც იყო წაკითხვადი დადებით ინფორმაციად. ანუ შენ რო კითხულობდი რომ ეწერა რომ ბობ დილანი ცუდი ბიჭია და რეებს ღერის. ხო, მორისონის სიტყვაზე ხო, რეებს წერს დედაზე და მამაზე და რაღაცა, ხო? შენ იმას თარგმნიდი მე რომ იცი რა პროპაგანდა ესე გავიგებდი რა. თავარი რომ ის ტექსტი დაწერილი იყო. ეგ ძალიან ხო, თავარია გამოჩენილი იყო რომ რაღაცა თუნდაც ცუდი ერქვას, ხო? მაგრამ გაანალიზებ მე რა, ცუდია თუ. მაგრამ სამწუხაროდ ჩემი დაკვირვებით იმ თაობის დიდი ადამიანები თქვათ რაღაცა ჩვენზე დიდები ვინც იყვნენ, მაგ ინფორმაციას პირდაპირ ჭამდნენ. ანუ აი მაგ იმის ალტერნატივის დაშვების გარეშე კი არა და ანალიზის გაშვების გარეშე რომ ახლა ცუდი წერ იქნებ რაღაცა და არ ქონდათ ეგ მეორე მხარე წაკითხვა ხო? როგორც აწვდიდნენ ისე იღებდნენ. ანუ იმათვის დიდი ნაწილისთვის ის ბობ დილანი რომ ცუდი ბიჭი იყო, ცუდი ბიჭი იყო მართლა და მტერი იყო სამყაროსი. ასევე ნებისმიერი იმ პოპულარობის ტიპი ვიზეც ესენი საპირისპიროს აკეთებდნენ რომ არ მიგვებაძა მაგათთვის და ჩვენც ეგეთები არ გამختارიყო. ამ დროს იქ ხდებოდი რომ ის რაღაცა მე მახსოვს ლიტერატურული საქართველოს თუ რაღაც ეგეთი ჟურნალი იყო და გურამ ფანჯიკიძე მწერალი ამერიკაში წავიდა და კალიგულა ნახა. აუ, ტინტო ბრასის კალიგულა. და ჩამოვიდა და უზარმაზარი მე მგონი 2 ნომერში უზარმაზარი წერილი დაწერა, რაც სუდი არის კალიგულა. მაგრამ ახსენილი რეკლამა იყო, ხო? ახსენილი იყო და შენ რო და ეგრევე ფილმი არა გაქვს და შეიძლება უკეთესად წარმოგიდგენია ვიდრე ფილმი. ფანტაზია გაგათამაშებს ისე რომ ხო.
არა და რეალურად ეგ ჩემთვისაც რომ ნახე პატარა ასაკში, ალბათ უნივერსიტეტში სწავლობდი და მაშინ კინოსახლში იყო ხოლმე ჩვენებები. ნუ რავი, ეხა მე რომელიც ისე ვთქვათ რეალურად გადამალულ პორნოებზე ვარ გაზრდილი, ყბაჩაომი ვარ და ფილმის ფორმატში რომ ნახე, კალიგულა იყო, რავი, და შენ კინოში ნახე? იმაში. კინოში ხო? ვა. ხო და მე წაკითხული ალბათ იმაში დომ კინოში. ხო, კინოსახლში. მე მაგ წაკითხვით ნახე რა. არა მე კინახე მაგრამ არაერთ გზის მაქვს, მაგრამ წარმოგიდგენია რომ პირველად კითხულობ რომ ვიღაცა ადამიანი წავიდა ამერიკაში ფილმი ნახა და იმას გიყვება რომ რა ცუდია და დაწვრილებით გიყვება როგორი ცუდია და ეს დაწვრილებით ხვდები იქ რა ხდება რა. ანუ შეეხო მაგ თემას რომ პორნოგრაფიული. კი, კაცო აბარა და ბურჟუაზიული საზოგადოება და ყველაფერი რა. მაგრამ ნუ გიყვება. და იმ ფილმს ვერ ნახავ აზონის ნებისმიერი ფილმი სულ რო ინტერესი არ ქონოდა ხელოვნების, უბრალოდ პორნოს პონჩი შეხედავდი სალოს თუ რაღაცა ყველა. და მე თან ისე იყო ხოლმე რომ ნახევარ ფილმს ხო ჭრიდნენ. რაღაცებს იღებდნენ. ორ ეროტიკურ სცენებს იღებდნენ და პოლიტიკურ სცენებს იღებდნენ თუ რაღაცეებს რა. და მაგალითად ის რო არის ობედნიერო იმისი ის რო თამაშობს მაგ ტიპი რო არის ნახევარი ფილმი არ იყო და ვერაფერს ვერ გაიგებდი. დაჭრილი ხო. და ვერ გაიგებდი ბოლოს ეს რატო იღიმება თუ ვეღარ იღიმება იქ თავიდან კასტინგზე არის მოსული თუ რაღაცა და იქ ევეტყვიან გაიღიმე და ძალიან ადვილად იღიმება და მე ბოლოში ეუნებიან და ვეღარ იღიმება და იმიტომ რომ შუაში სულ მოჭრილია რა დაემართა თელ ამ ფილმში რა. იცი რა არის? ეხლა შენ ყვები ცოტათი ადრეულ პერიოდს და მე ხა მაგ ფილმების ყურება რომ დავიწყე სადაც 98-19 წლებია და მაშინ უკვე ღია იყო ეს ანუ მაშინ აღარ იყო ეს და სად იყო? კინოსახლში ხდებოდა. მე დაჟე ო ჩვენებები იყო ხოლმე ძალიან მაგარი ფილმები რუსთაველის გადიოდა. კინოცენტრში ქვედა დარბაზი იყო რაღაც პატარა სადაც მე მგონი ვიდეო სეანსები ვით იყო პორნოგრაფიას უშვებდი. პირდაპირ პორნოგრაფიულ ფილმები. გადიოდი. ხო. ბიჭო არა მაგრამ ესმოდა ეხლა რა თქმა უნდა სახში მქონდა ჯეჯო ზავსი არა და შენი ქონდა. ერთი სცენა მახსოვს კიდე ერთი ფილმიდან მაგნიფიკარი ფრანგული ფილმია ძალიან მევასება სარკასტული ფილმია ბელმონდო თამაშობს და მწერალი როა და ჟაკლინ ბისე ფილმი ეკეთებოდა და ბიჭო ფილმი მახსოვს იმიტომ რომ მომწონდა ეს ფილმი კინოში მაქნა ნახე და მახსოვს ყველა სცენები რა ბიჭო ეხლა ჩავთე მეთქი კიდე უყურებ და ეხლა ნახე უკვე ჩავთე და სრული ვერსიაა რა და იქ არის შუაში ამოწრი ასევე სარკასტული სცენებია რომ ეს თავის გაბრაზებული არის იმ გოგოზე და წარმოიდგენს და წერს რომ თავის გამომცემელთან აქვს ურთიერთობა კაც რაღაცა და ეს აი ამ ხელა სცენა არის ამოჭრილი და არ არსებობდა რა იქ რა ძალიან სასაცილო იყო ხო ეგ კი არა რა მარტივ სცენებს ჭრიდნენ რეალურად იმაშიც რა ქვია მიმინოშიც ხო არის რაღაცა ისეთი პრიმიტიული რაღაცა ჩინელები რო ხვდებიან იმაში ლიფჩა ეგ რა საფრა მაგარი სცენა ხვდები შე რა დონეზე ფილტრავდნენ ხო და რამდენი ხალხი მუშაობდა წარმოგიდგენთ რომ ვიღაც ტიპები ისხდნენ მაგისტრის ყველა ფილმს ამოწმებდნენ იქიდან რაღაცებს ჭრიდნენ და ვიღაც სადღაცა მოვისმენენ რომ დაჟე რაღაცა კადრებს იღებდნენ და ამატებდნენ იმიტომ რომ აღარ გამოდიოდა ფილმი რა და რაღაცა კადრებს ამატებდნენ წარმოგიდგენია და აი რაღაც სიგიჟე რა ხო და იგი იმიტომ რომ ყველაფერი იყო ჩაკეტილი რა ის კი არა რომ შენ უნდა ნახო და მე გადაწყვეტო რომ ეს ცუდია და მართლა ბევრი რამე შენთან გადაწყვეტი რომ ეს მართლა ცუდია და просто რა აზრი არ აყურებ ცუდი იმიტომ კი არა რომ რაღაც იმიტომ რომ უაზრობაა რა ხო აი მე მგონი ძალიან იდეალური ჩვენი უნდა ვიარეთ დროში აი ამას უნდა კონდეს იხაზე უნდა გადიოდეს ეგრევე კადრი დიდი მადლობა მოწვევისთვის მოიცა გავიდეთ ამითი